ასობით მილიარდი ნეირონი ქმნიან ელექტროუქსელს, რომელიც აწარმოებს ერთ უნიკალურ ფენომენს – თქვენს ცნობიერებას. და აქ არის პარადოქსი, რომელზეც ალბათ არასოდეს გიფიქრიათ. თქვენი ცნობიერება არასოდეს შეძლებს საკუთარი არარსებობის გამოცდას. თქვენ ვერასოდეს იქნებით მოწმე იმისა, რომ არ არსებობთ. ეს არ არის ფილოსოფიური თამაში სიტყვებით, ეს არის ფუნდამენტური მეცნიერული პრობლემა, რომელიც ამთავრებს კვანტური ფიზიკის ყველაზე რადიკალურ თეორიებს. წარმოიდგინეთ მომენტი, როდესაც თქვენი გონება უბრალოდ ჩაქრება, როგორც ნათურა. ეს არასოდეს მოხდება, არა იმიტომ, რომ ეს შეუძლებელი, არამედ იმიტომ, რომ თქვენი ცნობიერება, ბუნების ძირითადი კანონების თანახმად, ვერ იქნება იქ, რომ ამის დამოწმება შეძლოს. მაგრამ ეს მოდის არა გუშაგებისგან ან სულიერი გურუებისგან. ეს მოდის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კოსმოლოგისგან, ადამიანისგან, რომელიც თავის კარიერას უთმობს სამყაროს მათემატიკური სტრუქტურის შესწავლას. მისი სახელია მაქს ტეგმარკი და 2009 წელს მან შემოგთავაზა თეორია, რომელმაც მეცნიერულ საზოგადოებაში გამოიწვია ერთდროულად აღფრთოვანება და შეშფოთება. ეს თეორია ეწოდება კვანტური უკვდავება. და თუ ის სწორია, თქვენი სუბიექტური გამოცდილება არასოდეს შეიძლება დასრულდეს. არა იმიტომ, რომ თქვენ ხართ განსაკუთრებული, არამედ იმიტომ, რომ კვანტური მექანიკის ძირითადი პრინციპები ფიზიკურად შეუძლებელს ხდიან თქვენი ცნობიერების მიერ საკუთარი გაქრობის დანახვას. ეს არის შეკითხვა, რომელიც აწუხებდა ფილოსოფოსებს ათასობით წლის განმავლობაში. მაგრამ დღეს, პირველად ისტორიაში, მეცნიერებას აქვს პასუხი და ის ყველაფერს არღვევს, რასაც ვფიქრობდით სიცოცხლის, სიკვდილისა და რეალობის ბუნების შესახებ. წარმოიდგინეთ ოთახი, რომელშიც 100 კარია. თქვენ ყოველ წამს ირჩევთ ერთ კარს და გადიხართ მის მიღმა. რიტმულად, რეგულარულად, თქვენი მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მაგრამ აქ არის საიდუმლო. 99 კარი სიკვდილისკენ მიგიყვანთ. მხოლოდ ერთი კარი ყოველ მომენტში აგრძელებს თქვენს არსებობას. და მაინც, სუბიექტურად, თქვენი ცნობიერება ყოველთვის გაივლის იმ ერთადერთ კარს. რატომ? რადგან თქვენ ვერ გაიღვიძებთ იქ, სადაც თქვენი ცნობიერება აღარ არსებობს. დუბლინის ინსტიტუტში 1957 წელს თავის ლექციებში სიცოცხლე რა არის, მან განაცხადა. ცნობიერება არის სინგულარული, რომლის მრავლობითი რიცხვი უცნობია. ეს იყო მისი გზა იმის თქმისა, რომ არ არსებობს მრავალი ცალკეული ცნობიერება. არსებობს მხოლოდ ერთი ცნობიერება, რომელიც განიცდის საკუთარ თავს უსასრულო სხვადასხვა გზით. ალბერტ აინშტაინი, მისი მეგობარი, ბრაგედებდა ამ იდეაზე 10 წლეულების განმავლობაში, მაგრამ ვერ შეეგუო კვანტურ მექანიკას, რომელიც ამას საჭიროებდა. მან სიკვდილამდე რჩა დარწმუნებული, რომ კვანტური მექანიკა არასრულია, რომ რეალობა უნდა იყოს ობიექტური და დეტერმინირებული. მაგრამ ექსპერიმენტები ერთი მეორის შემდეგ უჩვენებდა მას, რომ რეალობა არის რაღაც გაცილებით უცნაური. ის გაიზარდა სტოკჰოლმში, სადაც ბავშვობაშივე გატაცებული იყო მათემატიკით და ფიზიკით. თავისი დოქტორანტურის შემდეგ კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტში ის შეუერთდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტს, სადაც დღეს არის კოსმოლოგიის პროფესორი. მაგრამ ტეგმარკი არ არის ჩვეულებრივი ფიზიკოსი. მას აინტერესებს არა მხოლოდ ის, თუ როგორ მუშაობს სამყარო, არამედ ის, თუ რატომ არსებობს საერთოდ რამე და რას ნიშნავს არსებობა თავისთავად. 1995 წელს ის იკვლევდა ჰიუ ევერეტის მრავალ სამყაროთა ინტერპრეტაციას, იდეას, რომ ყოველი კვანტური გაზომვა აყოფს სამყაროს პარალელურ ვერსიებად. და მაშინ მას მოუვიდა აზრი, რომელიც ყველაფერს შეცვალა. თქვენ ზიხართ სკამზე ლაბორატორიაში. თქვენს თავთან მიმაგრებულია მოწყობილობა, რომელიც უკავშირდება კვანტურ გენერატორს, ატომურ ბირთვს, რომელიც ყოველ წამს შეიძლება დადაიშალოს, ან არა, მორიგი კვანტური სუპერპოზიციით. თუ ბირთვი იშლება, მოწყობილობა მომენტალურად გამორთავს თქვენს ტვინს. თუ არა, არაფერი ხდება. კვანტური მექანიკის კოპენჰაგენური ინტერპრეტაციის მიხედვით, რომელსაც სწავლობენ უნივერსიტეტების უმეტესობაში, ტალღის ფუნქცია კოლაფსირდება, როდესაც თქვენ აკვირდებით მას და ერთ-ერთი შედეგი ხდება რეალური. მაგრამ ევერეტ ტეგმარკის მრავალსამყაროთა ინტერპრეტაციის მიხედვით, ტალღის ფუნქცია არასოდეს კოლაფსირდება. ორივე შედეგი ხდება რეალური, მაგრამ სხვადასხვა სამყაროში. ერთ სამყაროში თქვენ გვდებით, მეორეში გრძელდებით. თქვენ როგორც ცნობიერი სუბიექტი, ყოველთვის იმყოფებით იმ სამყაროში, სადაც თქვენ გრძელდებით. რატომ? რადგან არ არსებობს თქვენ იმ სამყაროში, სადაც თქვენ მოგვდით. არ არსებობს ცნობიერება, რომელსაც შეუძლია თქვას, ვაუ, მე ვკვდები. არსებობს მხოლოდ სიჩუმე, არარსებობა. და არარსებობას არ აქვს სუბიექტური გამოცდილება. ტეგმარკი ამას უწოდებს კვანტურ უკვდავებას. თქვენი სუბიექტური გამოცდილების თვალსაზრისით, თქვენი ცნობიერება ყოველთვის გადარჩება იმიჯითაც რომ ვიწრო, იმიჯითაც რომ ალბათობით მცირე გზით. თქვენ ყოველთვის გაიღვიძებთ, რადგან არ არსებობს თქვენ, რომელსაც არ შეუძლია გაღვიძება. ეს ჟღევს როგორც შიზოფრენია, არა? როგორც სურვილის აზროვნება, საბავშვო ფანტაზია უკვდავების შესახებ.
მაგრამ დაელოდეთ. აქ ის ხდება კიდე უფრო უცნაურ. ლანცა დაიბადა ბოსტონში 1946 წელს და თავისი კარიერის უმეტეს ნაწილს დაუთმო ღეროვანი უჯრედების კვლევას. მაგრამ 2007 წელს მან გამოაქვეყნა წიგნი სახელწოდებით ბიოცენტრიზმი, როგორც ცხოვრება და ცნობიერება არის გასაღებები სამყაროს ნამდვილი ბუნების გასაგებად. იდეა იყო რადიკალური. არა რეალობა ქმნის ცნობიერებას, არამედ ცნობიერება ქმნის რეალობას. ფიზიკური სამყარო, სივრცე, დრო, ეს ყველაფერი არის ცნობიერების პროდუქტი და არა პირიქით. ეს ჟღევს როგორც სოლიპსიზმი, ფილოსოფიური იდეა, რომ არსებობს მხოლოდ შენი გონება. მაგრამ ლანცა არ არის ფილოსოფოსი. ის არის მკაცრი მეცნიერი, რომელიც ამბობს, რომ ბიოცენტრიზმს ადასტურებს კვანტური მექანიკის ექსპერიმენტები. ის ჩატარდა ლონდონის რაოიალ ინსტიტუტში 1804 წელს ტომას იანგის მიერ. გადააგზავნეთ მარტოხელა ფოტონი, სინათლის ელემენტარული ნაწილაკი, ორი ვიწრო ნაპრალით ეკრანისკენ. ლოგიკურად ფოტონი უნდა გაიაროს ან მარცხენა, ან მარჯვენა ნაპრალით და მოხვდეს ერთ წერტილში ეკრანზე. მაგრამ ის არ ასე ხდება. ფოტონი გადის ორივე ნაპრალში ერთდროულად, როგორც ტალღა და ქმნის ინტერფერენციულ ნიმუშს, შუქისა და ჩრდილის ხაზებს, რომლებიც შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ორი ტალღა ერთმანეთს ეჯახება. მაგრამ აქ არის ის, რაც შეცვალა ფიზიკას ამუდამოდ. როდესაც თქვენ აკვირდებით თუ რომელი ნაპრალით გადის ფოტონი, როდესაც თქვენ ათავსებთ დეტექტორს, ინტერფერენციული ნიმუში კრება. ფოტონი იქცევა როგორც ნაწილაკი და გადის მხოლოდ ერთი ნაპრალით. ეს არის ის, რასაც კვანტურ მექანიკაში უწოდებენ დამკვირვებლის ეფექტს. თქვენ გეუბნებათ, რომ ფოტონის ქცევა იცვლება იმის მიხედვით, აკვირდებით თუ არა მას. ეს ჟღერს როგორც აბსურდი, როგორც მაგია. მე სრულად გესმით, რაზე ფიქრობთ. ეს არის ფსევდომეცნიერება, ახალი ეპოქის სულიერება, რომელიც მოდის კვანტური ფიზიკის სარგებლის გამოყენებით. მე თვითონ ვფიქრობდი ასე, როდესაც პირველად წავიკითხე ამის შესახებ, მაგრამ აქ არის ფაქტი. ორნაპრალიანი ექსპერიმენტი დადასტურებულია ათასობით გზით, 10,000-ობით ლაბორატორიაში მთელს მსოფლიოში, განსხვავებული ნაწილაკებით, ფოტონებით, ელექტრონებით, ნეიტრონებით, თუნდაც მთელი ატომებით და მოლეკულებით. 2001 წელს ვენის უნივერსიტეტში მეცნიერებმა განახორციელეს ეს ექსპერიმენტი ფულერენის მოლეკულებით, სფეროებით, რომლებიც შედგება 60 ნახშირბადის ატომისგან. თუნდაც ეს გიგანტური მოლეკულები, რომლებიც შეიცავს 720 ატომს, ქმნიან ინტერფერენციულ ნიმუშს, გაიარეს ორივე ნაპრალით ერთდროულად. ეს არის ფუნდამენტური თვისება რეალობისა. როდესაც არავინ აკვირდება, კვანტური სისტემა არსებობს სუპერპოზიციის მდგომარეობაში, ყველა შესაძლო მდგომარეობის ერთდროულად. როდესაც ცნობიერი დამკვირვებელი ახდენს გაზომვას, სისტემა ირჩევს ერთ მდგომარეობას. მაგრამ რატო? როგორ იცის ნაწილაკმა, რომ მას აკვირდებიან? და აქ ლანცა უბრუნდება ბიოცენტრიზმს. ნაწილაკი არ იცის არაფერი. ის თავად არ არსებობს განსაზღვრო მდგომარეობაში, სანამ ცნობიერება არ გამოაჩენს მაზომვით. რეალობა, ფიზიკური, გაზომვადი, ობიექტური რეალობა არსებობს მხოლოდ როგორც ცნობიერების გამოცდილება. არაფერი არ არის რეალური ცნობიერების გარეშე, რომელიც აკვირდება მის არე, რომელიც აკვირდება მას. თუ რეალობა არსებობს მხოლოდ როგორც ცნობიერების გამოცდილება და თუ ხოველი კვანტური გაზომვა შემდეგ ყოფს სამყაროს პარალელურ ვერსიებად, მაშინ თქვენი სუბიექტური გამოცდილება არასოდეს შეიძლება დასრულდეს. არა იმიტომ, რომ თქვენ ხართ უკვდავი, თქვენი სხეული აშკარად შეიძლება მოკვდეს და დაიშალოს, არამედ იმიტომ, რომ თქვენ როგორც სუბიექტური გამოცდილება, როგორც ცნობიერება, რომელიც აკვირდება რეალობას, ყოველთვის იმყოფებით იმ რეალობაში, სადაც თქვენ გრძელდებით. თქვენი ცნობიერების თვალსაზრისით სიკვდილი არის შეუძლებელი. არა იმიტომ, რომ ის არ ხდება, არამედ იმიტომ, რომ არ არსებობს თქვენ, რომელსაც შეუძლია დაამოწმოს მისი მოვლენა. წარმოიდგინეთ ფილმი, რომელშიც კამერა ყოველთვის მიხვება მთავარ გმირს. კამერა ვერასოდეს ვერ გადაიღებს სცენას, სადაც მთავარი გმირი არ არის, რადგან კამერა და მთავარი გმირი არის ერთი და იგივე. თქვენი ცნობიერება არის ის კამერა. რეალობა, რომელსაც თქვენ განიცდით, ყოველთვის უნდა იყოს რეალობა. თვის უნდა იყოს რეალობა, რომელშიც თქვენი ცნობიერება არსებობს. ოთახი სავსე იყო სტუდენტებით, პროფესორებით, ჟურნალისტებით. ის განიხილავდა თავის უახლეს ნაშრომს კვანტური უკვდავების შესახებ. ერთმა ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა. პროფესორ ტეგმარკ, თუ თქვენი თეორია სწორია, რატომ არ ხედავთ 9 წლის ადამიანებს, რომლებიც გადარჩნენ 10,000-ობით ფატალურ უბედურ შემთხვევას? ტეგმარკი გაიღიმა. ეს არის შესანიშნავი შეკითხვა, თქვა მან. პასუხი არის ის, რომ კვანტური უკვდავება არის სუბიექტური ფენომენი, არა ობიექტური. გარე მსოფლიოს თვალსაზრისით, თქვენი ოჯახის, მეგობრების, საზოგადოების თვალსაზრისით, თქვენ მოკვდებით. თქვენი სხეული შეწყვეტს ფუნქციონირებას და ეს არის ის. მაგრამ თქვენი სუბიექტური გამოცდილების თვალსაზრისით და მხოლოდ თქვენი,
თქვენი ცნობიერება, გვენი ცნობიერება გადავა იმ რეალობაში, სადაც ის გრძელდება. ეს იყო პასუხი, რომელმაც წარმოშვა კიდევ მრავალი შეკითხვა. მე ვიცი, რომ ამ მომენტში ამბობთ. ეს ყველაფერი არის სპეკულაცია, მათემატიკური თამაში, რომელსაც არ აქვს კავშირი რეალურ სამყაროსთან. და თქვენ მართალი ბრძანდებით, ნაწილობრივ. კვანტური უკვდავება არ არის დადგენილი თეორია, როგორც გრავიტაცია ან ელექტრომაგნეტიზმი. ის არის ინტერპრეტაცია, ფილოსოფიური პოზიცია იმის შესახებ, თუ რა ნიშნავს კვანტური მექანიკის მათემატიკა. მაგრამ აქ არის ის, რაც გაოცებს თქვენ. ეს ინტერპრეტაცია ლოგიკურად მოსდევს ევერეტის მრავალსამყაროთა თეორიას, რომელიც თავისთავად არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად მირებული ინტერპრეტაცია პროფესიონალ ფიზიკოსებში. 2020 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტში გამოკითხეს 69 წამყვან კვანტური ფიზიკოსს. 52%-მა თქვა, რომ ისინი ემხრობიან ევერეტის მრავალსამყაროთა ინტერპრეტაციას. ეს მეტი იყო ვიდრე რომელიმე სხვა ინტერპრეტაცია. ეს არის ინტუიციური წინააღმდეგობა. დეგმარკი ამას უბრუნდება კონტინუიტეტის საკითხს. თქვენი მეხსიერება, თქვენი პიროვნება, თქვენი თვითშეგნება, ყველა ეს ასპექტი დამოკიდებულია ტვინის უწყვეტ ფუნქციონირებაზე. თუ მოვლენა ტოვებს გზას, რომელიც დაზიანებს თქვენს ტვინს, მაშინ კვანტური უკვდავება წარმოადგენს არა იდეალურ გადარჩენას, არამედ განშტოებას სამყაროებში, სადაც დაზიანება იყო ოდნავ ნაკლები, სადაც ტრამვის მძღოლმა დაინახა თქვენ წამით ადრე, სადაც წვიმა დაიწყო 5 წუთით ადრე და თქვენ დარჩით სახლში. თქვენი ცნობიერება ამოირჩევს იმ რეალობებს, სადაც ის შეინარჩუნებს მაქსიმალურ კონტინუიტეტს. არა იმიტომ, რომ ის აქტიურად ირჩევს, არამედ იმიტომ, რომ არ არსებობს თქვენ სხვა რეალობებში. ყოველი წამი, ყოველი კვანტური მოვლენა, რომელიც შეეხება თქვენს სხეულს ან ტვინს, ქმნის განშტოებას. იმ ვერსიაში, სადაც ფოტონმა, რომელმაც დახვდა თქვენი თვალის რეტინაში, მოხვდა რეცეპტორში ოდნავ განსხვავებულ კუთხეში, თქვენ დაინახეთ სამყარო ოდნავ განსხვავებულად. იმ ვერსიაში, სადაც ერთმა ნეირონმა გაააქტიურა სინაფსი ნანოწამით ადრე, თქვენი აზრი მიიღო მცირედ განსხვავებულ მიმართულებას. უმეტესი ეს განშტოებები ტრივიალურია, თქვენ ვერც კი შეამჩნევთ მათ, მაგრამ ზოგი განშტოება არის კრიტიკული. ზოგ რეალობაში თქვენ გვდებით, ზოგ რეალობაში თქვენ გრძელდებით. და კვანტური უკვდავება ამბობს, თქვენი სუბიექტური ცნობიერება ყოველთვის მიყვება იმ ტოტებს, სადაც ის გრძელდება, რადგან არ არსებობს ცნობიერება იქ, სადაც ის გაწყდა. თუ რეალობა მართლაც არის ცნობიერების გამოცდილება და არა ობიექტური ფაქტი, მაშინ სიკვდილი არის უბრალოდ ცვლილება იმაში, თუ რას განიცდით. თქვენი სხეული, რომელიც შედგება ატომებისა და მოლეკულებისგან, გაგრძელებს არსებობას ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ფიზიკური ობიექტი. ის დაიშლება, რეკომბინირდება, გახდება ნაწილი სხვა სისტემების. მაგრამ ის სუბიექტური ცენტრი, ის, რასაც უწოდებთ მე, არ იქნება იქ, რომ დაამოწმოს ეს პროცესი. ლანცა ამბობს, რომ სიკვდილი არის ილუზია, არა იმ გაგებით, რომ სხეულები არ კვდებიან, არამედ იმ გაგებით, რომ სუბიექტური გამოცდილება, ცნობიერების თვითშეგნება არ შეიძლება შეწყდეს, რადგან შეწყვეტა თავისთავად არის გამოცდილება, რომელიც საჭიროებს ცნობიერებას, რომ გამოვლინდეს. ეს არის ულტიმატური პარადოქსი. თქვენ ვერ იქნებით მომსწრე საკუთარი გაქრობისა. მისი არგუმენტი იყო: სუბიექტური გამოცდილება არის რაღაც, რასაც ვერ აღწერს ობიექტური მეცნიერება. თქვენ შეგიძლიათ იცოდეთ ყველაფერი ღამურის ტვინის შესახებ, ყველა ნეირონის კავშირი, ყველა ელექტრული იმპულსი და მაინც ვერ იცოდეთ, როგორია ყოფნა ღამურად, როგორია განცდა სამყაროს ეკოლოგაციით. სუბიექტური გამოცდილება არის ირედუცირებელი, ის არ შერებელი, ის არ შეიძლება შემცირდეს ფიზიკურ პროცესებამდე. ლანცა იყენებს ამ არგუმენტს როგორც საფუძველს. თუ სუბიექტური გამოცდილება არ არის ფიზიკური პროცესი, მაშინ ის არ არის დაკავშირებული ფიზიკური პროცესების დასასრულთან. თქვენი ტვინი შეიძლება შეწყვეტოს ფუნქციონირება, მაგრამ ის, რაც არის სუბიექტური გამოცდილება, ის არასასრულობა, სადაც თქვენ ხართ, ვერ გამოიცდის საკუთარ გაქრობას. პასუხი არის: ფალსიფიცირებადობა და მიკერძოებულობა მტკიცებულებებისადმი. კარლ პოპერი, ეპისტემოლოგია, 1968 წელს. განსაზღვრა, რომ მეცნიერული თეორია უნდა იყოს ფალსიფიცირებადი, უნდა არსებობდეს ექსპერიმენტი, რომელსაც შეუძლია დაამტკიცოს, რომ ის მცდარია. კვანტური უკვდავება და ბიოცენტრიზმი წინააღმდეგობრივია აქ. ისინი არ არიან ფალსიფიცირებადი კლასიკური გაგებით, რადგან ისინი ეხება სუბიექტურ გამოცდილებას, რომელიც განსაზღვრებით არ არის ხელმისაწვდომი გარე დამკვირვებლისთვის. თუ მე განვიცდი კვანტურ უკვდავებას, თქვენ ვერასოდეს შეამჩნევთ მას, რადგან თქვენი სამყაროს ვერსიაში მე მოგხვდები. ეს არ ნიშნავს, რომ ეს თეორიები არიან უსარგებლო. ეს ნიშნავს, რომ ისინი არიან ინტერპრეტაციები, ფილოსოფიური პერსპექტივები იმის შესახებ, რას ნიშნავს კვანტური მექანიკის მათემატიკა. სიზმაში რეალობა გრძნობს სრულიად რეალურად. თქვენ ხედავთ ადამიანებს, ადგილებს, ობიექტებს,
მათ აქვთ ფერები, ტექსტურები, სუნები. მაგრამ როდესაც გაიღვიძებთ, იმ სიზმრის მთელი რეალობა ქრება. არ არსებობდა რეალურად. ის იყო თქვენი ტვინის კონსტრუქცია. ახლა ლანცას ბიოცენტრიზმი კითხულობს. რა სხვაობაა? როდესაც თქვენ აღიქვამთ რეალობას გაღვიძებული მდგომარეობით, როგორ იცით, რომ ის არ არის ისევე კონსტრუქცია? თქვენი ტვინი იღებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს თქვენი თვალებით, ჰაერის ვიბრაციებს თქვენი ყურებით, ქიმიურ სიგნალებს თქვენი ცხვირითა და ენით და ყველა ამ ხმაურიდან აგებს კოჰერენტულ გამოცდილებას, რომელსაც უწოდებთ რეალობას. მაგრამ ის რეალობა არსებობს მხოლოდ თქვენს თავში. გარე სამყარო, ის რაც არის სუბიექტური გამოცდილების მიღმა, შეიძლება იყოს სრულიად განსხვავებული ვიდრე თქვენ აღიქვამთ მას. მას დაარქვა სახელი ექსპერიმენტი გადადებული არჩევანით. წარმოიდგინეთ ორ ნაპრალიანი ექსპერიმენტი. ის იგივე, რომელიც ადრე განვიხილეთ, მაგრამ ახლა ერთი კრიტიკული ცვლილებით. თქვენ გადაწყვიტავთ, გაზომოთ თუ არა ფოტონი მას შემდეგ, რაც ის უკვე გაიარა ნაპრალებს, მაგრამ სანამ ის მოხდება ეკრანზე. ლოგიკურად, ფოტონის ქცევა უკვე განსაზღვრული უნდა იყოს. თუ ის გავიდა როგორც ტალღა, ის უნდა შექმნას ინტერფერენციული ნიმუში. თუ როგორც ნაწილაკი, უბრალოდ ორი ზოლი. მაგრამ ექსპერიმენტები აჩვენებს რაღაც აბსურდულს. თქვენი გადაწყვეტილება თუ რას გაზომავთ მომავალში, შეცვლის იმას, თუ როგორ იქცეოდა ფოტონი წარსულში. როდესაც თქვენ აერჩიოთ გაზომას, ფოტონი ქცეულობს როგორც ნაწილაკი და გავიდა მხოლოდ ერთი ნაპრალით. თუნდაც ეს გადაწყვეტილება მიიღეთ მას შემდეგ, რაც ის უკვე გაიარა ნაპრალები. ფოტონი მოძრაობს სინათლის სიჩქარით, 300,000 კილომეტრ/წამში. ლაბორატორიულ დაყენებაში მანძილი ნაპრალებიდან ეკრანამდე შეიძლება იყოს თქვათ 3 მეტრი. ეს ნიშნავს, რომ ფოტონი აღწევს ეკრანს 10 მილიარდ წილად წამში. მაგრამ თქვენი გადაწყვეტილება თუ ხვეტილება თუ გაზომოთ თუ არა, შეიძლება მიიღოთ მილიარდ წილადი წამის, ან თუნდაც მთელი წამის შემდეგ იმის შემდეგ, რაც ფოტონი გაიარა ნაპრალებს. და მაინც, როდესაც თქვენ აერჩიოთ გაზომას, ფოტონი აღმოჩნდება, რომ გავიდა როგორც ნაწილაკი. როგორ არის ეს შესაძლებელი? როგორ შეიძლება მომავლის მოვლენამ, თქვენმა გადაწყვეტილებამ, შეცვალოს წარსულის მოვლენა? ეს არის ის, რასაც კვანტურ მექანიკაში უწოდებენ რეტროკაუზალობას. იდეას, რომ მომავალმა შეიძლება გავლენა მოახდინოს წარსულს. მათ გამოიყენეს ოპტიკური ბოჭკოები და ელექტროოპტიკური მოდულატორები, რომლებმაც მათ საშუალება მისცა შეეცვალათ საზომი დატენება ფოტონის გაშვებისა და მისი აღმოჩენის შორის. შედეგები იყო ზუსტად ისეთი, როგორც უილერმა წინასწარ მეტყველა. ფოტონის ქცევა დამოკიდებული იყო არა იმაზე, თუ რა დაყენება იყო ადგილზე, როდესაც ის გაიარა ნაპრალებს, არამედ იმაზე, თუ რა დაყენება იყო ადგილზე, როდესაც ის აღმოჩნდა. მომავალმა საზომი მოწყობილობის კონფიგურაციამ განსაზღვრა წარსული ფოტონის ტრაექტორია. ეს არ არის ფილოსოფიური თამაში სიტყვებით, ვებით. ეს არის ექსპერიმენტული ფაქტი, გამეორებული ათასობით გზით დამოუკიდებელ ლაბორატორიებში. რეალობა, როგორც ჩანს, არ არის წინდაცინ განსაზღვრული. ის ყალიბდება ჩვენი არჩევანის მიერ. თუნდაც როდესაც ეს არჩევანი მოდის, მას შემდეგ რაც მოვლენები უკვე მოხდა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ არაუბრალოდ აკვირდებით ფოტონს ლაბორატორიაში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ სიტუაციაში, სადაც კვანტური მოვლენა განსაზღვრავს თქვენს სიცოცხლეს ან სიკვდილს. ის კვანტური რუსული რულეტი, რომელზეც საუბრობდა ტეგმარკი. ყოველ მომენტში უსასრულო კვანტური მოვლენები ხდება თქვენს სხეულში. ატომები რადიოაქტიურად იშლებიან, ელექტრონები ტოტიან დაბალ და მაღალ ენერგიულ მდგომარეობებს შორის, ნეირონები ან ეშვებიან ან არა კვანტური სუპერპოზიციით. უილერის ლოგიკით თქვენი ცნობიერების გაზომვა, ის ფაქტი, რომ თქვენ ხართ ცოცხალი და აღიქვამთ რეალობას, განსაზღვრავს თუ რომელმა კვანტურმა მოვლენებმა მართლაც მოხდა წარსულში. თქვენი არსებობა ამჟამად ამოირჩევს იმ ისტორიას, იმ რეალობის ფილიალს, სადაც თქვენი სიცოცხლე შეინარჩუნა. მას ეწოდება ვიგნერის მეგობრის პარადოქსი. წარმოიდგინეთ, თქვენი მეგობარი იმყოფება დახურულ ლაბორატორიაში და აკვირდება კვანტურ სისტემას, მაგალითად ელექტრონის სპინს. კოპენჰაგენური ინტერპრეტაციის მიხედვით, სანამ მეგობარი არ გააკეთებს გაზომას, ელექტრონი არსებობს სუპერპოზიციაში, ორივე სპინი ერთდროულად. როდესაც მეგობარი აკვირდება, ტალღის ფუნქცია კოლაფსირდება და ელექტრონი ირჩევს ერთ სპინს. მაგრამ თქვენ გარედან არ იცით რა შედეგი მიიღო მან. თქვენთვის ცელი სისტემა, მეგობარი პლუს ელექტრონი, არის სუპერპოზიციაში. ერთ რეალობაში მეგობარმა დაინახა ზემოთ სპინი, მეორეში ქვემოთ სპინი. ორივე ვერსია არსებობს, სანამ თქვენ არ გახსნით კართან და არ კითხავთ მან და არ კითხავთ მას. მაშინ, ვინ კოლაფსირებს ტალღის ფუნქციას? მეგობრის ცნობიერება თუ თქვენი? და სწორედ ამიტომ შრედინგერმა შექმნა ეს მოაზროვნის ექსპერიმენტი 1925 წელს. არა იმისთვის, რომ დაემტკიცებინა კვანტური მექანიკა, არამედ იმისთვის, რომ ეჩვენებინა მისი აბსურდულობა.
კატა ყუთში, რომელიც ერთდროულად ცოცხალიცაა და მკვდარიც, სანამ თქვენ არ გახსნით ყუთს, ეს უნდა ყოფილიყო რედუქციო ad absurdum, მტკიცებულებრება, რომ კვანტური მექანიკა ვერ ვრცელდება მაკროსკოპულ ობიექტებზე. მაგრამ დღეს თითქმის 100 წლის შემდეგ ფიზიკოსთა უმეტესობა თანხდება, შრედინგერის ცდებოდა. კვანტური მექანიკა მართლაც ვრცელდება მაკროსკოპულ სისტემებზე. პრობლემა არ არის თეორიაში, პრობლემა არის ჩვენს ინტუიციაში, რომელიც ვითარდებოდა სამყაროში, სადაც კვანტური ეფექტები დამალულია დეკოჰერენციით. ეს არის ის, რასაც ტეგმარკი და ლანცა საუბრობენ. თქვენ ხართ კატა. თქვენ ყუთში ხართ. რადიოაქტიური ატომი არსებობს სუპერპოზიციაში, ერთდროულად დაშლილიც და დაუშლელიც. თუ ის იშლება სწრაფმოქმედი ფლაკონი, გაათავისუფლებს წამს და თქვენ კვდებით. კოპენჰაგენური ინტერპრეტაციით ორივე შედეგი რეალურია, სანამ ვიღაცა გარედან არ გახსნის ყუთს. მაგრამ თქვენ, კატა, არ განიცდით ორივე შედეგს ერთდროულად. თქვენ ან ხართ ცოცხალი და ფიქრობთ, ჯერ კიდევ არაფერია მომხდარი, ან არაფერი. არსებობს მხოლოდ ერთი სუბიექტური გამოცდილება, ის, სადაც თქვენი ცნობიერება გრძელდება. ევერეტ ტეგმარკის მრავალსამყაროთა ინტერპრეტაციით ორივე შედეგი რეალურად ხდება, ორ სხვადასხვა სამყაროში. ერთში კატა კვდება, მეორეში გრძელდება. მაგრამ კატის სუბიექტური გამოცდილების თვალსაზრისით არსებობს მხოლოდ ის რეალობა, სადაც ის გრძელდება. არგენტინელმა მწერალმა ხორხე ლუის ბორხესმა 1951 წელს დაწერა მოთხრობა სახელწოდებით ბაბილონის ბიბლიოთეკა. ალეგორია უსასრულო ბიბლიოთეკის შესახებ, რომელიც შეიცავს ყველა შესაძლო წიგნს. წიგნებს, რომლებიც დაწერილია, წიგნებს, რომლებიც დაიწერება, წიგნებს, რომლებიც არასოდეს დაიწერება. ყველა კომბინაცია 25 ასოსა და ინტერპუნქციის თითოეული 410 გვერდით. ეს ბიბლიოთეკა არის იდეალური მეტაფორა ევერეტის მრავალსამყაროებისთვის. თითოეული წიგნი არის ერთი შესაძლო რეალობა. თითოეული გვერდი არის ერთი მომენტი. და თქვენი ცნობიერება არის მკითხველი, რომელიც მოძრაობს ამ უზარმაზარ ბიბლიოთეკაში, კითხულობს ერთ წიგნს. მაგრამ ყოველი წამი, ყოველი კვანტური მოვლენა, თქვენ ართმევთ ერთ წიგნს და ითხოვთ სხვას. ან უკეთ, თქვენ იყოფით უსასრულო ასლებად, რომელთაგან თითოეული კითხულობს განსხვავებულ წიგნს. მაგრამ თითოეული თქვენ შეიძლება გამოიცდის მხოლოდ ერთ წიგნს, თავის საკუთარს. კვანტური მექანიკა არ ამბობს, რომ ყველა რეალობა თანაბრად რეალურია. ის ამბობს, რომ ყველა რეალობას აქვს განსაზღვრული ალბათობის ამპლიტუდა. ზოგი რეალობა არის ძალიან სავარაუდო, მაგალითად ის, სადაც ელექტრონი გაივლის ატომის ბირთვის მახლობლად. სხვა რეალობები არის ძალიან ცოტათქმადი, მაგალითად ის, სადაც ყველა ჰაერის მოლეკულა თქვენს ოთახში უეცრად გროვდება ერთკუთხედში, რადგან თქვენ სუნთქვით თავისუფალ სივრცეში. ეს რეალობა არ არის შეუძლებელი, ის უბრალოდ არის კოსმიურად იშვიათი. კვანტური უკვდავების კონტექსტში ეს ნიშნავს, თქვენი ცნობიერება მიიდინება არაუბრალოდ ნებისმიერ რეალობაში, სადაც თქვენ გადარჩებით, არამედ იმ რეალობებში, რომლებიც ყველაზე სავარაუდოა ფიზიკური კანონების მიხედვით. ცხალი იწყებს როგორც ერთი დიდი დინება, მაგრამ ყოველი ქანი, ყოველი დაბრკოლება ყოფს მას. ზოგი ნაკადი ხდება ფართო და ძლიერი, მათთან მიდის წყლის უმეტესი მოცულობა. სხვა ნაკადები არის ვიწრო, სუსტი, მათში მიედინება მხოლოდ მცირე ძილი, მაგრამ ყველა ნაკადი არსებობს, ყველა არის რეალური. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ წყლის ერთი მოლეკულა. თქვენ მოძრაობთ დინებით და ყოველ განშტოებაზე თქვენ ან მიიყვანთ ძირითად არხში, ფართო ნაკადში, სადაც მიდის წყლის უმეტესობა, ან მცირე ნაკადში. მაგრამ თქვენ როგორც მოლეკულა ვერ გამოიცდით ორივე არჩევანს. თქვენ მიდიხართ ერთი გზით. და ალბათობა, ფიზიკური კანონები განსაზღვრავს თუ რომელი გზა უფრო სავარაუდოა. კვანტური უკვდავება არ ნიშნავს, რომ თქვენ გახდებით უკვდავი სუპერმენი, რომელიც გადარჩება ყველაფერს. ის ნიშნავს, რომ თქვენი სუბიექტური გამოცდილება ყოველთვის მიხვება იმ რეალობებს, სადაც თქვენ გრძელდებით და ესენი არლებით, და ესენი არიან განზოგადებით ის რეალობები, რომლებიც ყველაზე სავარაუდოა ფიზიკის კანონების მიხედვით. მისი ცნობილი ფრაზა „ღმერთი არ თამაშობს გამათელს სამყაროსთან“ იყო მისი რეაქცია კვანტური მექანიკის ალბათობითი ბუნების მიმართ. მან სიკვდილამდე იბრძოდა, რომ დაემტკიცებინა, რომ კვანტური მექანიკა არის არასრული თეორია, რომ უნდა არსებობდეს დამალული ცვლადები, ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ არ ვიცით, მაგრამ რომელიც ასახელებს რა მართლაც ხდება. 1965 წელს აინშტაინმა ბორის პოდოლსკისა და ნეითან როზენის თანაავტორობით გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელიც დღეს ცნობილია როგორც EPR პარადოქსი. ცდელობა დაეხაზათ, რომ კვანტური მექანიკა წინააღმდეგობაშია ლოკალურ რეალიზმთან. ლოკალურობა ნიშნავს, რომ ობიექტი გავლენას ახდენს მხოლოდ თავის უშუალო გარემოზე. რეალიზმი ნიშნავს, რომ ობიექტებს აქვთ განსაზღვრული თვისებები, მიუხედავად იმისა, აკვირდებთ თუ არა მათ.
აინშტაინი ამბობდა, თუ კვანტური მექანიკა სწორია, მაშინ ან უნდა არსებობდეს ჯადოსნური მოქმედება დისტანციაზე, ობიექტები, რომლებიც ერთმანეთზე გავლენას ახდენენ მომენტალურად სივრცე-დროის გადაკვეთით. ან თვისებები უნდა არ არსებობდეს, სანამ არ გააზომავთ მათ. ორივე იდეა იყო აბსურდული აინშტაინისთვის. ბელმა შეიმუშავა მათემატიკური თეორემა, ფრეს ცნობილი როგორც ბელის უთანასწორობა, რომელიც აჩვენებს, რომ არ შეიძლება არსებობდეს ლოკალური დამალული ცვლადები, რომლებიც ასახელებენ კვანტურ მექანიკას. ბელის თეორემა არ იყო ფილოსოფიური არგუმენტი, ის იყო ზუსტი მათემატიკური წინასწარმეტყველება, რომელსაც შეიძლებოდა ექსპერიმენტული შემოწმება და შემოწმდა, განმეორებით, დამოუკიდებლად, 10,000-ობით გზით. 1982 წელს ალან ასპემ ყველაზე ცნობილ ექსპერიმენტში საბოლოოდ დაამტკიცა, რომ ბუნება არ ღვევს ბელის უთანასწორობას. რეალობა არ არის ლოკალური და რეალისტური იმ გაგებით, რომელზეც აინშტაინი ფიქრობდა. კვანტური ჩართულობა, ფენომენი, რომლის დროსაც ორი ნაწილაკი იცის ერთმანეთის მდგომარეობა მომენტალურად, მიუხედავად მანძილისა, არის რეალური. როდესაც ორი ფოტონი არიან კვანტურად ჩართულები, გაზომა ერთის მდგომარეობის მომენტალურად განსაზღვრავს მეორის მდგომარეობას. მიუხედავად იმისა, ყოფილან ისინი ერთმანეთისგან გაცალკევებული მილიარდი სინათლის წლით. ეს არის არა კომუნიკაცია, ინფორმაცია არ მოძრაობს სივრცეში. ეს არის უფრო ფუნდამენტური. ორი ნაწილაკი არ არიან ნამდვილად ცალკე ობიექტები. ისინი არიან ნაწილებები ერთი არაგანყოფადი სისტემისა. და თუ ეს სწორია მიკროსკოპულ სისტემებზე, ორ ჩართული ფოტონზე, მაშინ ის პრინციპში უნდა იყოს სწორი ნებისმიერ კვანტურ სისტემაზე. თქვენი ტვინი, რომელიც შედგება ატომებისა და მოლეკულებისგან, რომლებიც ყველა მორჩილია კვანტურ მექანიკას, არის ნაწილი უზარმაზარი ჩართული სისტემისა, რომელსაც უწოდებთ სამყაროს. მან გაგზავნა ჩართული ფოტონები სატელიტიდან დედამიწის მიმღებს ადვურებამდე, მანძილზე, რომელიც აღწევს 1010 კილომეტრს და ჩართულობა შენარჩუნდა. ორი ფოტონი გაცალკევებული კონტინენტებით კვლავ იქცეოდა როგორც ერთი სისტემა. მან ასევე დაამტკიცა, რომ კვანტური ჩართულობა ხდება სინათლის სიჩქარეზე სულ მცირე 10,000-ჯერ უფრო სწრაფად. სწრაფად. ანუ პროსტორად, ის ხდება მომენტალურად, იმ გაგებით, რომ არ არსებობს გაშუალებული პროცესი. ეს ექსპერიმენტები არ არის აბსტრაქტული ლაბორატორიული კურიოზები. ისინი წარმოადგენს საფუძველს კვანტური კომუნიკაციისა და კვანტური კომპიუტერებისთვის, ტექნოლოგიებისთვის, რომლებიც უკვე ვითარდება რეალურ აპლიკაციებში. ეს არის კითხვა, რომელზეც არ არსებობს ზუსტი პასუხი, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვიცით რა არის ცნობიერება ფიზიკური თვალსაზრისით. მაგრამ თუ ცნობიერება დაკავშირებულია კვანტურ მდგომარეობებთან ტვინში, იდეა, რომელსაც იკვლევენ მეცნიერები, როგორიცაა რეჯერ პენროუზი და სტიუარტ ჰამეროფი, მაშინ თქვენი ცნობიერება არის პერმანენტულად ჩართული უსასრულო კვანტურ მოვლენებთან, რომლებიც მუდმივად ყოფენ რეალობას. ყოველ მომენტში თქვენი ტვინის მიკროტუბულებში, პროტეინული სტრუქტურები, რომლებიც ქმნიან ნეირონების ციტოსკელეტს, მოხდება კვანტური სუპერპოზიციები. როდესაც ეს სუპერპოზიციები იშლება, როდესაც ისინი ინტერაქციაში შედიან გარემოსთან, სამყარო იყოფა. და თქვენი ცნობიერება სავარაუდოდ მიხვება იმ ფილიალს, სადაც ის შეინარჩუნებს კონტინუიტეტს. თქვენ გადარჩით ავტომობილურ ავარიას, რომელიც უნდა გაკვლავთ, ძვოლმა დაინახა თქვენ ბოლო მომენტში და შეცვალა მიმართულება. თქვენ გადარჩით დაავადებას, რომელიც 59%-ის ლეტალურობის მაჩვენებელს ჰქონდა. თქვენ ყოველთვის ხართ სწორ ადგილას სწორ დროს, ან უფრო ზუსტად, ყოველთვის არ ხართ არასწორ ადგილას არასწორ დროს. გარემსოფლიოდან თქვენი ოჯახისა და მეგობრებისთვის ეს ჩანს როგორც შესანიშნავი იღბალი, შანსის სტატისტიკური ანომალია. მაგრამ ტეგმარკის თეორიით თქვენთვის, თქვენი სუბიექტური გამოცდილების თვალსაზრისით, ეს არ არის იღბალი. ეს არის მთელი თქვენთვის ხელმისაწვდომი რეალობა. რადგან ყოველ იმ სამყაროში, სადაც თქვენ არ გადარჩით, არ არსებობს თქვენ, რომელსაც შეუძლია აჩვენოს თითი და თქვას, აი ეს არის ის რეალობა, სადაც მე ვმოკვდი. ეს არის ლეგიტიმური კითხვა. კვანტური უკვდავება არ ნიშნავს, რომ თქვენ გრძნობთ, რომ ხართ უკვდავი. ის ნიშნავს, რომ თქვენი სუბიექტური გამოცდილება ყოველთვის გადის იმ რეალობებით, სადაც თქვენ გრძელდებით. და ეს რეალობები, როგორც წესი, არიან ის რეალობები, სადაც არაფერი უცნაური არ ხდება, რადგან ჩვეულებრივი რეალობები არიან ყველაზე სავარაუდო კვანტური ალბათობის კანონების მიხედვით. იმ რეალობაში, სადაც თქვენ ჰიპერორად გადარჩით ავტოკატასტროფას, რადგან ყველა ატომი თქვენს სხეულში სინქრონულად გაიარა კვანტურ ტუნელირებას, ეს რეალობა არსებობს, მაგრამ მისი ალბათობის ამპლიტუდა არის ასტრონომიულად მცირე. კვანტური უკვდავება არ გაქცევთ სუპერმენად. ის უბრალოდ ნიშნავს, რომ თქვენი ცნობიერების თვალსაზრისით, თქვენი გამოცდილება ყოველთვის გრძელდება ნორმალურ გზებით. ანტროპული პრინციპი, დატენებული ბრენდონ კარტერის მიერ 1974 წელს ამბობს. ჩვენ ვაკვირდებით სამყაროს, რომელიც თავსებადია ჩვენი არსებობით, რადგან თუ ის არ იქნებოდა თავსებადი,
ჩვენ აქ არ ვიქნებოდით მის დასაკვირვებლად. ეს ჟღერს ტრივიალურად, მაგრამ მისი შედეგები არის ღრმა. მაგალითად, რატომ არის სამყაროს ფუნდამენტური კონსტანტები, გრავიტაციის სიძლიერე, ელექტრომაგნიტური ძალა, ელექტრონის მასა, ზუსტად იმ ნიშნულობებზე, რომლებიც საჭიროა სიცოცხლის არსებობისთვის. თუ ეს ნიშნულობები იყო თუნდაც განსხვავებული 1%-ით, 10%-ით, ვარსკვლავები აშენდით, ვარსკვლავები არ შეიქმნებოდა, ატომები არ იქნებოდა სტაბილური, სიცოცხლე შეუძლებელი იქნებოდა. ანთროპული პრინციპით, ჩვენ ვაკვირდებით ამ სპეციფიკურ სამყაროს, რადგან მხოლოდ ამ ტიპის სამყარო აწარმოებს დამკვირვებლებს. თქვენი სუბიექტური გამოცდილება ყოველთვის იმყოფება იმ რეალობაში, სადაც თქვენ არსებობთ. არა იმიტომ, რომ თქვენ ხართ განსაკუთრებული ან მკრიფე, არამედ იმიტომ, რომ არ შეიძლება არსებობდეს სუბიექტური გამოცდილება იმ რეალობაში, სადაც დამკვირვებელი არ არსებობს. ეს არის ულტიმატური სელექციური ეფექტი. თქვენ ყოველთვის აღმოჩნდებით იმ რეალობაში, სადაც თქვენ ხართ, რადგან არ შეიძლება აღმოჩნდეთ რეალობაში, სადაც არ ხართ. ამის გამო გარე მსოფლიოდან იმ რეალობაში, სადაც თქვენ არ ხართ, სტატისტიკა ნორმალურია. ადამიანები კვდებიან მოსალოდნელი მაჩვენებლებით, ავარიები ხდება სტანდარტული სიხშირით, დაავადებები კლავენ ჩვეულებრივ პროცენტს. მაგრამ თქვენი სუბიექტური გამოცდილების თვალსაზრისით, თქვენ ყოველთვის ხართ გამონაკლისი. არა იმიტომ, რომ ბუნება გარიდებთ თქვენ, არამედ იმიტომ, რომ არ არსებობს თქვენ, რომელსაც შეუძლია დაამოწმოს თქვენი გაქრობა. წარმოიდგინეთ, რამდენი კვანტური მოვლენა ხდება თქვენს სხეულში ყოველ წამს. რადიოაქტიური ისოტოპები თქვენს ძვლებში, კალიუმ-40, ნახშირბადი 14, როგორც რადიოაქტიურად იშლებიან, იმჯერ კოსმიური სხივები მოაღწევენ თქვენი ატმოსფეროს და დახტებიან თქვენს უჯრედებში. ყოველი ასეთი მოვლენა არის კვანტური სუპერპოზიცია, შესაძლო შედეგების სპექტრი. უმეტეს შემთხვევაში ამ მოვლენებს არ აქვთ მაკროსკოპული ეფექტი, ისინი იძლევიან იმავე შედეგს ყველა რეალობაში. მაგრამ ზოგ იშვიათ შემთხვევებში ერთი კვანტური მოვლენა შეიძლება გამოიწვიოს კასკადი, რომელიც მიგიყვანთ გაგრილებული წერტილისკენ, ავარიისკენ, გულის შეტევისკენ, ინსულტისკენ. იმ რეალობაში, სადაც ეს კასკადი მართლაც განვითარდა, თქვენ არ ხართ. მაგრამ ამ რეალობაში, სადაც თქვენი ცნობიერება კითხულობს ამ წინადადებას, კასკადმა არ განვითარდა. ან განვითარდა და შენვითარდა და შეწყდა. ან განვითარდა და თქვენ გადარჩით კვანტურად იშვიათი შემთხვევით. მისი გული გაჩერდა, მისი ტვინი შეწყვიტა და ფუნქციონირება. ექიმების თვალსაზრისით ის იყო მკვდარი. 3 წუთს, 5 წუთს, ზოგჯერ თუნდაც 16 წუთს. და შემდეგ მედიცინის მოწინავე ტექნოლოგიებით, დეფიბრილატორებით, გულის მასაჟით, ეპინეფრინით ის დაბრუნდა. და როდესაც ის გამოფხიზლდა, მან შესაძლოა მოგითხროთ ისტორია. მან დაინახა სინათლე, გრძელი გვირაბი, გარდაცვლილი ნათესავები, ყოველმომცველი სიყვარულისა და მშვიდობის განცდა. ეს არის ცნობილი როგორც ახლო მოკდეული გამოცდილება, NDE, Near Death Experience. მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში აცხადებს, რომ განიცადეს ეს. ათეისტები, ვინც არასოდეს სწამდათ შემდგომი სიცოცხლე, ბრუნდებიან რწმენით, რომ ცნოჩერეთ, რომ სპობიერება გრძელდება სიკვდილის შემდეგ. მაგრამ რა ხდება მართლაც? როდესაც ტვინი კარგავს ჟანგბადს, ჰიპოქსია, ის იწყებს არანორმალურად ფუნქციონირებას. დოფამინისა და ენდორფინების გამოთავისუფლება ქმნის ეიფორიის განცდას. რეტინის პერიფერიული მხედველობის დაკარგვა ქმნის გვირაბის ეფექტს. სხეულის სქემის დარღვევა ტვინის პარიეტალურ ლობში იწვევს განცდას სხეულიდან გასვლისა, out of body experience. მეხსიერების სისტემების ჰიპერაქტივაცია წარმოქმნის სიცოცხლის დაბრუნებას, თქვენი მთელი ცხოვრების ხელახალ განცდას წამებში. ამბობენ, ამაში არაფერია მისტიკური. ეს უბრალოდ არის ტვინი, რომელიც იბრძვის გადარჩენისთვის. მაგრამ აქ არის ის, რაც არ ფითდება ამ ხსნაში. ფითდება ამ ხსნაში. როგორ აღწერენ ადამიანები დეტალებს, რომლებსაც ვერ შეეძლოთ იცოდნენ. ოპერაცია მოითხოვდა ჰიპოთერმულ გულის გაჩერებას, პროცედურას, რომლის დროსაც მისი სხეული გაცივდა 12 გრადუსამდე ცელსიუსით, მისი გული შეჩერდა, მისი სისხლი გამოიტუმბა, მისი ტვინი აღარ ავლენდა ელექტრულ აქტივობას. ყველა კრიტერიუმით, პამ რეინოლდსი იყო მკვდარი. ოპერაცია გაგრძელდა რამდენიმე საათის განმავლობაში. როდესაც ის დაბრუნდა, მან აღწერა რაღაც შეუჯერებელი. მან დაინახა ქირურგიული ინსტრუმენტები, რომლებიც გამოიყენეს. დახატა მათი სპეციფიკური ფორმა, რომელიც გავდა ელექტროკბილის ჯაგრის. მან მოისმინა საუბრები ექიმებს შორის, სპეციფიკური ფრაზები, რომლებიც შემდეგ დადასტურდა ოპერაციული ჯგუფის მიერ. მან აღწერა თუ როგორ იმუშავეს მის ფემურულ არტერიაზე, რაც იყო უჩვეულო დეტალი. როგორ შეეძლო ამის ცოდნა? მისი თვალები იყო დახუჭული, მისი ტვინი გამორთული. ეს არის სამართლიანი არგუმენტი. ადამიანის მეხსიერება არის შესანიშნავად რეკონსტრუქციული.
ჩვენ არ ვიხსენებთ რეალობას, ჩვენ ვაშენებთ ხელახალ ისტორიებს იმის შესახებ, თუ რა გგონია რომ მოხდა. მაგრამ პამ რეინოლდსის შემთხვევა და ასობით მსგავსი შემთხვევა, რომლებიც დოკუმენტირებულია სამედიცინო ლიტერატურაში, გვიბიძგებს დავსვათ უფრო ღრმა კითხვები. თუ ცნობიერება მართლაც არის მხოლოდ ტვინის აქტიობის პროდუქტი, როგორ არსებობს რაიმე გამოცდილება, როდესაც ტვინი არ მუშაობს? და აქ ბიოცენტრიზმი და კვანტური უკვდავება გვთავაზობს ალტერნატიულ ხედვას. შესაძლოა ცნობიერება არ არის რაღაც, რასაც ტვინი აწარმოებს. შესაძლოა ცნობიერება არის ის, რაც ხდება მაშინ, როდესაც კვანტური ინფორმაცია ინტეგრირდება სისტემაში. და ტვინი არის მხოლოდ ერთი ტიპის სისტემა, რომელსაც შეუძლია ეს. ეს ჟღერს როგორც გიჟური კითხვა. რა თქმა უნდა, ცნობიერება მოითხოვს ტვინს. როდესაც ტვინი დაზიანდება, ცნობიერება იცვლება. ალცჰაიმერის დაავადება ანადგურებს მეხსიერებას. ინსულტი აკარგვინებს ენას. ფრონტალური ლობის დაზიანება ცვლის პიროვნებას. ეს ყველაფერი მოწმობს, რომ ცნობიერება დამოკიდებულია ტვინზე. მაგრამ აქ არის ალტერნატიული ინტერპრეტაცია, რომელსაც გვთავაზობენ ფილოსოფოსები, როგორიცაა უილიამ ჯეიმსი 1900 წელს. შესაძლოა ტვინი არ აწარმოებს ცნობიერებას, არამედ ტრანსმიტირებს მას, ან ფილტრავს მას. წარმოიდგინეთ ტელევიზორი. როდესაც თქვენ ანადგურებთ ტელევიზორის კომპონენტებს, სურათი იცვლება ან ქრება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტელევიზორი აწარმოებს სურათს. სიგნალი მოდის გარედან, რადიო ტალღებით ან საკაბელო ქსელით. ტელევიზორი უბრალოდ აჩვენებს მას. სად არის სიგნალი ცნობიერებისთვის? რა არის გადამცემი? ფიზიკური კანონები, როგორც ჩვენ ვიცით, ისინი არ იძლევიან ადგილს ცნობიერების ველისთვის ან დიმენსიისთვის, რომელიც არსებობს დამოუკიდებლად ფიზიკური სამყაროსგან. მაგრამ აქ არის, სადაც კვანტური მექანიკა ხდება ინტრიგის შემქმნელი. დეივიდ ჩალმერსმა, ფილოსოფოსმა, რომელმაც აღმოაჩინა ცნობიერების რთული პრობლემა, შემოგთავაზა იდეა. შესაძლოა ცნობიერება არის ფუნდამენტური თვისება სამყაროსი, მსგავსად მასისა ან მუხტისა. არა რაღაც, რაც გამოდის რთული კომბინაციებისგან, არამედ ძირითადი ელემენტი რეალობისა. და თუ ეს ასეა, მაშინ ცნობიერება შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა ხარისხებში, ყველა სისტემაში, რომელიც აინტეგრირებს ინფორმაციას, არა მხოლოდ ადამიანის ტვინებში. თეორია ამბობს, ცნობიერება არის ინფორმაციის ინტეგრირების რაოდენობა სისტემაში. სისტემა, რომელსაც აქვს მაღალი ინტეგრირება, ბევრი ელემენტი, რომელიც ურთიერთქმედებს ერთმანეთთან რთული გზებით, ქმნის მეტ ცნობიერებას. ადამიანის ტვინს აქვს უაღრესად მაღალი ინტეგრაცია, რამდენიმე მილიარდი ნეირონი, რომელთაგან თითოეული უკავშირდება 10,000-ობით სხვას. მაგრამ IIT ამბობს, ნებისმიერ სისტემას, რომელსაც აქვს ინტეგრირება, კომპიუტერს, თერმოსტატს, თუნდაც ათომურ ბირთვს, აქვს გარკვეული დონის ცნობიერება. უმეტესი ეს დონე არის ასტრონომიულად მცირე, ისეთი მცირე, რომ პრაქტიკულად ნული. მაგრამ პრინციპში არაფერია სრულიად არაცნობიერი. ეს იდეა, რომელსაც უწოდებენ პანფსიქიზმს, არის ქვაკუთხედი ბიოცენტრიზმისთვის. თუ ცნობიერება არის უბიქვიტური, მაშინ ის არ არის შექმნილი ტვინის მიერ. ის უბრალოდ არის გაძლიერებული და ფოკუსირებული ტვინის მიერ. და მე გესმით თქვენი სკეპტიციზმი. ეს ჟღერს როგორც ანიმიზმი, პრიმიტიული რწმენა, რომ ყველაფერს აქვს სული. მაგრამ IIT არ ამბობს, რომ ქვებს აქვთ სუბიექტური გამოცდილება მნიშვნელოვანი გაგებით. ის ამბობს, რომ ნებისმიერ სისტემას, რომელსაც აქვს ინფორმაციის ინტეგრირება, იმიჯითაც რომ უმწირი, აქვს გარკვეული მათემატიკური სტრუქტურა, რომელიც თეორიულად შეესაბამება ცნობიერებას. ქვა, რომელიც უბრალოდ წევს სივრცეში, აქვს თითქმის ნულოვანი ინტეგრაცია, მისი ატომები არ ურთიერთქმედებენ რთულად. მაგრამ თქვენი ტვინი, სადაც ყოველი ნეირონის აქტივაცია იმოქმედებს 10,000-ობით სხვაზე, რომლებიც თავის მხრივ მოქმედებენ მილიონობით სხვაზე, აქვს უფანტასტო მაღალი ინტეგრაცია. და ეს ინტეგრაცია EIT-ის თეორიით არის ცნობიერების არსი. თქვენი ტვინი, როდესაც ის ფუნქციონირებს, აინტეგრირებს ინფორმაციას ძალიან სპეციფიკური გზით. გზით, რომელიც აწარმოებს თქვენი სუბიექტური გამოცდილების უნიკალურ სტრუქტურას, თქვენობას, თქვენი ცნობიერებისა. როდესაც თქვენი ტვინი წყვეტს ფუნქციონირებას, როდესაც სიკვდილი ხდება, ეს სპეციფიკური ინტეგრაციის ნიმუში შეწყვეტს. მაგრამ ინფორმაცია თავისთავად არ ქრება, ფიზიკის პირველი კანონით. ენერგია და ინფორმაცია არ იქმნება და არ ანადგურდება, მხოლოდ გარდაიქმნება. კვანტური ინფორმაცია, რომელიც შეადგენდა თქვენს, არ გაქრება, ის მიდის სხვაგან. და ევერეტ ტეგმარკის მრავალსამყაროთა ინტერპრეტაციით, სუბიექტური გამოცდილება, რომელიც მოითხოვს ინტეგრირებას, ყოველთვის მიდის იმ სამყაროებში, სადაც ის გრძელდება. ათასობით ადამიანი ინტერნეტში აცხადებენ, რომ ისინი იხსენებენ სამყაროს განსხვავებულად ვიდრე ის არის. მაგალითად, ბევრი ადამიანი შეეფიცა, რომ ნელსონ მანდელა გარდაიცვალა ციხეში 1990 წლებში, მაგრამ ის მართლაც გარდაიცვალა 2013 წელს, პრეზიდენტობის შემდეგ. ზოგი ადამიანი იხსენებს, რომ ბერენსტაინის დათვები, ბავშვთა წიგნების სერია
დაწერილი იყო როგორც Berenstein, მაგრამ რეალურად ის არის Berenstein. ზოგიერთი იხსენებს, რომ მონოპოლიის კაცს აქვს მონოკლი, მაგრამ ის არასოდეს ჰქონია. სტანდარტული ახსნა, არასწორი მეხსიერება. ადამიანის მეხსიერება არის სრულიად არასაიმედო, გავლენებს ტენდენციები, სოციალური გავლენა, კონფაბულაცია. მაგრამ კვანტური უკდავების კონტექსტში ზოგი ადამიანი ფიქრობს, შესაძლოა ჩვენ მართლაც ვიხსენებთ ალტერნატიულ რეალობებს. რეალობებს, რომლებიც არსებობდა სანამ კვანტური განშტოება არ წარმოშობდა რეალობას, სადაც ჩვენ ახლა ვართ. არ არსებობს რაიმე მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს მეხსიერებას გადავიდეს ერთი რეალობიდან მეორეში. კვანტური განშტოება, ევერეტის ინტერპრეტაციით, არის ტოტალური. როდესაც სამყარო იყოფა, ყველაფერი იყოფა, მათ შორის თქვენი მეხსიერება. არ შეიძლება იყოს თქვენ ვერსია A რეალობაში, რომელსაც აქვს მეხსიერებები ვერსია B რეალობიდან, რადგან თქვენი მეხსიერებები არის ნაწილი თქვენი ტვინის ფიზიკური სტრუქტურისა და ფიზიკური სტრუქტურა არის განსაზღვრული თქვენი რეალობით. მაგრამ აქ არის ის, რაც ამას ინტრიგას ხდის. თუ რეალობა მართლაც იყოფა ყოველ წამს უსასრულო გზებით, მაშინ არსებობს უსასრულო რეალობები, რომლებიც ნებისმიერ დეტალში განსხვავდებიან ამ რეალობისგან. რეალობები, სადაც ნელსონ მანდელა მართლაც გარდაიცვალა ციხეში. რეალობები, სადაც ბერინშტეინ მართლაც გავს ბერინშტეინ. და არსებობს თქვენ ამ რეალობებში ვერსიები, რომლებიც თითქმის იდენტურია, მაგრამ არასრულიად. ეს არის ის, რასაც ევერეტი ვერ ახსნიდა. თუ ყველა განშტოება მართლა ხდება, რატომ არ განვიცდით ყველა შედეგს ერთდროულად? პასუხი, რომელიც უფრო ახლახან მოვიდა დეკოჰერენციის თეორიიდან არის, რადგან კვანტური სუპერპოზიციები რჩებიან კოჰერენტურები მხოლოდ იზოლირებულ სისტემებში, როდესაც სისტემა ინტერაქციაში შედის გარემოსთან და ჩვენი მაკროსკოპული სამყარო არის მუდმივ ინტერაქციაში, სხვადასხვა რეალობები სწრაფად ხდებიან გადაჯვარედინებულები, უღელტეხილები ერთმანეთისგან. ყოველი განშტოება ქმნის ცალკე სამყარო ნაკადს, რომელიც არ ურთიერთქმედებს სხვა ნაკადებთან. ეს ხდება ასეთი სწრაფად, ნანოწამებში, პიკოწამებში, რომ ჩვენ ვერ ვაკვირდებით პროცესს. ჩვენ უბრალოდ ვაღმოჩნდებით ერთ რეალობაში, განცდით, რომ ის არის ერთადერთი რეალობა. ალბერტ აინშტაინმა აჩვენა, რომ დრო არ არის აბსოლუტური. ის არის ფარდობითი, დამოკიდებული დამკვირვებელზე. ორი მოვლენა, რომლებიც ერთდროულია ერთი დამკვირვებლისთვის, შეიძლება არ იყოს ერთდროული სხვა დამკვირვებლისთვის, რომელიც მოძრაობს განსხვავებული სიჩქარით. სავებული სიჩქარით, დრო, წუთები, საათები, წლები არის გაზომვის საშუალება, არა ფუნდამენტური რეალობა. მაგრამ ჩვენი სუბიექტური გამოცდილება ეფუძნება დროს. ჩვენ გვგზნობთ, რომ არსებობს ახლა, რომელიც მოძრაობს წარსულიდან მომავლისკენ. ფიზიკა თუმცა ამბობს რაღაც განსხვავებულს. ფიზიკის ძირითადი კანონები არის დროითაც სიმეტრიულები. ისინი მუშაობენ თანაბრად კარგად წინ და უკან. არ არსებობს ფუნდამენტური ის არის დროისა, რომელიც მიუთითებს მომავლისკენ. ის, რასაც ჩვენ აღვიქვამთ როგორც დროის ნაკადს, წარსული, აწმყო, მომავალი, შეიძლება იყოს ილუზია, რომელსაც აწარმოებს ჩვენი ცნობიერება. წარმოიდგინეთ სამყაროს მთელი ისტორია, დიდი აფეთქებიდან თქვენი სიცოცხლის ბოლო მომენტამდე, როგორც ერთი განუყოფელი სტრუქტურა, 4-განზომილებიანი სივრცე დროს გეომეტრია, სადაც ყველა მოვლენა, წარსული, აწმყო, მომავალი არსებობს ერთდროულად. თქვენი დაბადება, თქვენი ამ წინადადების კითხვა, თქვენი სიკვდილი, ყველა ეს მომენტი უბრალოდ არის განსხვავებული წერტილები ამ 4-განზომილებიან სტრუქტურაში. ისინი ყველა არსებობენ იმავე გაგებით, რომ სხვადასხვა ადგილები არსებობენ სივრცეში. თქვენ არ ამბობთ, რომ პარიზი არ არსებობს, იმიტომ რომ თქვენ არ ხართ იქ ეხლა. ანალოგიურად, თქვენი წარსული და მომავალი არსებობენ თანაბრად, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი განიცნობიერება განიცდის მხოლოდ ახლას. ბლოკ-სამყაროს მოდელით დროის ნაკადი არის ილუზია. რეალურად ყველაფერი უბრალოდ არის ერთდროულად, სამუდამოდ. ეს არის პითაგორას კითხვა, რომელსაც ფიზიკა მხოლოდ ახლა იწყებს მიმართვას. თუ ყველა მომენტი თქვენი სიცოცხლისა უკვე არსებობს ერთდროულად, მაშინ არ არსებობს ერთი თქვენ. არსებობს უსასრულო თქვენები, თითოეული მომენტალური გამოცდილების ნაჭერი, რომელიც განიცდის თავის მცირე ახლას. ის თქვენ, რომელიც კითხულობს ამ წინადადებას, არის განსხვავებული ნაჭერი, ვიდრე თქვენ, რომელმაც წაიკითხა წინადადება. მაგრამ ყველა ეს ნაჭერი არის კავშირში. მათ აქვთ მეხსიერება ერთმანეთის შესახებ, ხებ, რაც ქმნის ილუზიას კონტინუიტეტის, ილუზიას, რომ არსებობს ერთი თქვენ, რომელიც გრძელდება დროის განმავლობაში. მაგრამ რეალურად თქვენ ხართ, ჩვენ ყველა ვართ. არა twinიერად ერთი პერსონა, ვინც გამოდის დროის დილზე, არამედ განსაკუთრებული სიახლე და მეფები გამოდის სამყაროდან. ჩვენ ვართ ყველა მომენტალური გამოცდილება ერთად. მას უნდა ქვია ჩვენი სიცოცხლე. სიცოცხლე, რომელიც არის მთელი სიცოცხლე და თითოეული მომენტალური გამოცდილება.
დროის მანძილზე არამედ უსასრულო კოლექცია მომენტალური გამოცდილებები ვისა, რომელთაგან თითოეული არსებობს მხოლოდ ახლა, მაგრამ ყველა ახლა არსებობს სამუდამოდ. თუ თითოეული კვანტური მოვლენა ყოფს რეალობას და თუ ყველა ეს განშტოება არსებობს ბლოკ სამყაროს 4 განზომილებიან სტრუქტურაში, მაშინ რეალობა არ არის ერთი ხე განშტოებებით. ის არის უსასრულო ხეების უსასრულო დღე, რომელთაგან თითოეული აღწერს სრულ ისტორიას სამყაროსი. ისტორიას, რომელიც იწყება დიდი აფეთქებით და მთავრდება სითბოს სიკვდილით ან დიდი შეგუმშით, მილიარდობით წლების შემდეგ. და თქვენი ცნობიერება არის გზა ამ ტყის გავლით. ერთი კონკრეტული მომენტის თანმიმდევრობა, რომელიც მოძრაობს ერთი განშტოებიდან მეორეზე. მაგრამ ეს გზა არ არის რაღაც, რაც მოძრაობს. ის უბრალოდ არის, სამუდამოდ, 4 განზომილებიან სივრცე დროში. თქვენი სიცოცხლე არის არაპრო პროცესი, რომელიც ხდება. ის არის სტრუქტურა, რომელიც არსებობს. ეს არის მომენტი, სადაც თქვენი ფიზიკური სხეული წვეთს ფუნქციონირებას. მაგრამ ყველა მომენტი მანამდე, ყველა გამოცდილება, ყველა აზრი, ყველა ემოცია კვლავ არსებობს 4 განზომილებიან სტრუქტურაში. ისინი არ ქრებიან, რადგან ისინი არასოდეს იყვნენ დროის პროცესის ნაწილი. ისინი არიან წერტილების სტრუქტურაში, რომელიც არსებობს მიღმა დროის. და კვანტური უკვდავების ლოგიკით, თქვენი სუბიექტური გამოცდილება, ის წერტილების თანმიმდევრობა, რომელსაც თქვენ აღიქვამთ როგორც თქვენს ცხოვრებას, ყოველთვის გრძელდება, რადგან არ შეიძლება არსებობდეს წერტილი, სადაც თქვენი გამოცდილება შეწყდება და თქვენ ხართ იქ, რომ გამოიცადოთ ის შეწყვეტა. მათ გამოიყენეს ბეისიანური ალბათობა, მათემატიკური ჩარჩო, რომელიც აღწერს, როგორ უნდა განახლოთ თქვენი რწმენა ახალი მტკიცებულებების მიხედვით. მათი არგუმენტი იყო: თუ თქვენ ფიქრობთ, თუ რა ალბათობა აქვს, რომ თქვენ დააკვირდებით თქვენს გადარჩენას ფატალურ მოვლენაში, თქვენ უნდა გამოიყენოთ არა ობიექტური ალბათობა, შანსი რომ გამოვლინდებით ცოცხალი გარე დამკვირვებლის თვალსაზრისით, არამედ ანთროპული ალბათობა, შობა, შანსი რომ თქვენი ცნობიერება დააკვირდება გადარჩენას, მოცემულ იმას, რომ ცნობიერება არ შეიძლება დააკვირდეს სიკვდილს. ამ მათემატიკით ალბათობა, რომ თქვენი ცნობიერება გადარჩება, არის ყოველთვის 1, 100%. არა იმიტომ, რომ თქვენ არ შეგიძლიათ მოკვდეთ, არამედ იმიტომ, რომ თქვენ არ შეგიძლიათ დააკვირდეთ საკუთარ სიკვდილს. როგორ შეიძლებოდა თქვენ ოდესმე შემოწმოთ, სწორია თუ არა კვანტური უკვდავება? თუ თეორია სწორია, მაშინ თქვენი სუბიექტური გამოცდილება ყოველთვის გრძელდება და თქვენ ვერ დააკვირდებით ალტერნატივას, რეალობას, სადაც თქვენ არ გრძელდებით. თუ თეორია მცდარია, მაშინ შესაძლოა თქვენ ერთხელ გამოიცდით სიკვდილს, მაგრამ მაშინ არ იქნება თქვენ, რომელსაც შეიძლება თქვას, აჰა, თეორია მცდარი იყო. ეს არის პერფექტული მაგალითი არაფალსიფიცირებადი ჰიპოთეზისა, იდეისა, რომელიც იცავს საკუთარ თავს კრიტიკისგან, რადგან არ არსებობს დაკვირვება, რომელსაც შეეძლო დაემტკიცებინა ის მცდარია. კარლ პოპერი, ეპისტემოლოგია, ამბობდა, რომ ასეთი იდეები არ არიან მეცნიერული, ისინი არიან მეტაფიზიკური, ფილოსოფიური პოზიციები, რომელთა შესახებ შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ არ შეგვიძლია შევამოწმოთ. თუ კვანტური უკვდავება სწორია, მაშინ ყველა ადამიანის სუბიექტური გამოცდილება უნდა ასახავდეს ალბათობების განაწილებას, რომელიც ელიფსურია ძველი ასაკისკენ. ობიექტურადურად, გარე მსოფლიოდან ადამიანები კვდებიან სტანდარტული მაჩვენებლებით, ზოგი ახალგაზრდა, ზოგი შუახნის, უმეტესი ხანდაზმული. მაგრამ სუბიექტურად, თქვენი ცნობიერების თვალსაზრისით, თქვენ ყოველთვის უნდა აღმოჩნდეთ იმ რეალობაში, სადაც თქვენ გრძელდებით. და როგორც თქვენ ხართ უფრო და უფრო ხანდაზმული, იმ რეალობების ალბათობის ამპლიტუდა, სადაც თქვენ კიდევ ხართ ცოცხალი, ხდება უფრო და უფრო მცირე. 100 წლის ასაკში რეალობები, სადაც თქვენი სხეული კვლავ ფუნქციონირებს, არიან ექსტრემალურად იშვიათები. მაგრამ თქვენი ცნობიერება კვლავ უნდა იყოს იქ, რადგან არ არსებობს თქვენ სხვაგან. პასუხი, რომელსაც გვთავაზობს ტეგმარკი არის: რადგან ასეთი რეალობები არიან ასტრონომიულად იშვიათები, ადამიანის სხეული არ არის შექმნილი 1000 წლის სიცოცხლისთვის. კვანტური ალბათობები, რომლებიც საჭიროა თქვენი ყველა უჯრედის, ყველა მოლეკულის, ყველა ატომის შესანარჩუნებლად ფუნქციონალურ მდგომარეობაში 1000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, არიან იმდენად მცირე, რომ იმ რეალობებს, სადაც ეს ხდება, აქვთ თითქმის ნულოვანი ალბათობის ამპლიტუდა. ისინი არსებობენ. ევერეტის ინტერპრეტაციით, ყველაფერი, რაც შესაძლებელია ხდება, მაგრამ ისინი არ არიან ისეთი იშვიათები, რომ თითქმის არავინ მიხვება იმ რეალობებს. უმეტესი ადამიანის ცნობიერება მიხვება რეალობებს, სადაც სიცოცხლე მთავრდება ნორმალურ დროს, 60, 70, 80 წლის ასაკში. რადგან ესენი არიან რეალობები ყველაზე დიდი ალბათობის ამპლიტუდებით. ყოველ მომენტში ბურთები ეჯახებიან ერთმანეთს, იცვლებიან მიმართულებები. ყოველი შეჯახება არის კვანტური მოვლენა, სუპერპოზიცია შესაძლო შედეგებისა. ევერეტ ტეგმარკის ინტერპრეტაციით, ყოველი შეჯახება ყოფს სამყაროს, ქმნის განსხვავებულ რეალობებს,
რომელთაგან თითოეულში ბურთები მოძრაობენ ოდნავ განსხვავებულად. უმეტესი რეალობები ჩანენ ნორმალურად. ბურთები მოძრაობენ პროგნოზირებადი გზებით, დაპატივებით ნიუტონის კანონებსა და ენერგიის შენარჩუნების პრინციპს. მაგრამ ზოგიერთი რეალობა არის უცნაური. ყველა ბურთი უეცრად მოძრაობს ერთი მიმართულებით, თითქოს უხილავი ხელი მიაწვდის. ეს რეალობები არსებობენ, მაგრამ მათი ალბათობის ამპლიტუდა არის ასტრონომიულად მცირე. თქვენი ცნობიერება, რომელიც თავისთავად არის ასეთი ბურთების კოლექცია, ატომები და მოლეკულები, რომლებიც მუდმივად ურთიერთქმედებენ, მიხვება იმ რეალობებს, რომლებიც ყველაზე მეტად სავარაუდოა, რადგან მათ აქვთ უდიდესი ალბათობის ამპლიტუდა. თქვენ არაუბრალოდ არ ხართ თქვენი სხეული, ფიზიკური სტრუქტურა ატომებისა და მოლეკულებისგან. თქვენ არც კი ხართ თქვენი ტვინი, ორგანო, რომელიც აწარმოებს აზრებს და ემოციებს. თქვენ ხართ სუბიექტური გამოცდილების უწყვეტი ნაკადი. ნაკადი, რომელიც მოძრაობს კვანტურ რეალობებში, როგორც მდინარე, რომელიც მოძრაობს ლანდშაფტში, ყოველთვის მიხვება ყველაზე დაბალ წერტილს. მაგრამ განსხვავებით მდინარისა, რომელსაც აქვს წყარო და ბოლო, თქვენი ცნობიერების ნაკადი არ არის რაღაც, რაც იწყება დაბადებით და მთავრდება სიკვდილით. ის არის სტრუქტურა, გეომეტრია ოთხგანზომილებიან სივრცე დროში, რომელიც უბრალოდ არის სამუდამოდ ყოველგვარი წყაროს ან ბოლოს გარეშე. და ალბათ ეს სწორედ ესაა. ჩვენ არ ვიცით თუ კვანტური უკვდავება სწორია. ჩვენ არ ვიცით თუ ევერეტის მრავალსამყაროთა ინტერპრეტაცია აღწევს რეალობას, თუ ის არის მხოლოდ მათემატიკური ფიქცია, რომელიც ეკვივალენტურია სხვა ინტერპრეტაციებისა. ჩვენ არ ვიცით თუ ბიოცენტრიზმი, იდეა რომ ცნობიერება ქმნის რეალობას, არის მეტაფიზიკური სიმართლე თუ ელეგანტური ფანტაზია. მაგრამ აქ არის ის, რაც ჩვენ ვიცით. კვანტური მექანიკა, ყველაზე წარმატებული ფიზიკური თეორია, რომელიც ოდესმე შეიქმნა, მოუგთხოვს, რომ სერიოზულად განვიხილოთ ეს იდეები. ორნაპრალიანი ექსპერიმენტი, ვიგნერის მეგობრის პარადოქსი, ბელის თეორემა და კვანტური ჩართულობა, ყველა ეს ფენომენი გვეუბნება, რომ რეალობა არის რაღაც გაცილებით უცნაურად, ვიდრე ჩვენი ყოველდღიური გამოცდილება გვთავაზობს. და თუ რეალობა არის ნამდვილად ისეთი უცნაური, მაშინ შესაძლოა სიკვდილი, ის ფენომენი, რომელიც აწუხებდა ადამიანს უძველესი დროიდან, არის რაღაც სრულიად განსხვავებული, ვიდრე ჩვენ ფიქრობდით. შესაძლოა ის არ არის დასასრული, არამედ ტრანსფორმაცია, არა გაქრობა, არამედ გადასვლა ერთი ტიპის გამოცდილებიდან მეორეზე. მაგრამ ეხლა გავიმეოროთ მისი ისტორია დეტალურად, რადგან ის, რაც მოხდა იმ ოპერაციულ ოთახში, შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა მატერიალისტური ნეიროფსიქოლოგიის წინაშე. პამ რეინოლდს, 65 წლის სიმღერარმა, ჰქონდა გიგანტური ანევრიზმა. ბალუნის მსგავსი გაფართოება არტერიაზე მის ტვინის ღეროში. ანევრიზმა იყო იმდენად დიდი და იმდენად საშიშ ადგილას, რომ ჩვეულებრივი ოპერაცია იყო შეუძლებელი. ნებისმიერი მცდელობა, ჩამოეჭრათ ის ნორმალურ პირობებში, გამოიწვევდა მასიურ სისხლდენას, რომელიც დაკლავდა მას წამებში. ექიმმა რობერტ სპეცლერმა ბაროუს ნეიროლოგიური ინსტიტუტიდან ფენიქსში შესთავაზა რადიკალური გადაწყვეტა. ჰიპოთერმული გულის გაჩერება. პირველ რიგში პაციენტს აძლევენ ზოგად ანესთეზიას, სტანდარტული საწყისი. შემდეგ ქირურგები აკეთებენ ძირითად ინციზიას თავის ქალაზე და შლიან ფოსოს. მაგრამ აქ არის, სადაც პროცედურა ხდება ექსტრემალური. მედიკები იწყებენ პაციენტის სხეულის გაციებას. ისინი უკავშირებენ მას გულფილტვის აპარატს, მანქანას, რომელიც იტუმბება სისხლს სხეულიდან, აცივებს მას და აბრუნებს უკან. ნელა საათების განმავლობაში პაციენტის სხეულის ტემპერატურა ეცემა 27 გრადუსიდან ცელსიუსით 14-15 გრადუსამდე. ამ ტემპერატურაზე ტვინის მეტაბოლიზმი ნელდება იმდენად, რომ ის შეიძლება გადარჩეს 60 წუთის განმავლობაში ჯანგბადის გარეშე. შემდეგ, და აქ არის ის, რაც ამას აქცევს ყველაზე ექსტრემალურ პროცედურად მედიცინაში, გული ჩერდება. ყველა სისხლი იტუმბება სხეულიდან. პაციენტი ხდება სრულიად ცარიელი ვენებით და არტერიებით. ელექტროენცეფალოგრამა, EEG, რომელიც ზომავს ტვინის ელექტრულ აქტიობას, ხდება სრულიად ბრტყელი. არ არსებობს სისხლის წნევა, არ არსებობს გულის ცემა, არ არსებობს სუნთქვა, არ არსებობს ტვინის აქტიობა. ყველა კლინიკური კრიტერიუმით პაციენტი არის მკვდარი. ქირურგები მუშაობდნენ მის ტვინში, დელიკატურად ჭრიდნენ ანევრიზმას, აკეთებდნენ კლიპებს არტერიებზე. მისი სხეული იყო 14 გრადუსზე ცელსიუსით. მისი თვალები იყო დახუჭული სპეციალური ჩასმებით. მისი ყურებში იყო ჩასმული მცირე ამბუშურები, რომლებიც ხმამაღლა უკრავდნენ კლიკებს, ტესტს, რომელიც იყენებდნენ, რომ დაერწმუნებინათ, რომ მისი ტვინის ღერო არ მუშაობდა. და მაინც, როდესაც ოპერაცია დასრულდა, როდესაც მისი სხეული თბებოდა უკან, როდესაც მისი გული ხელახლა დაიწყო ცემა, როდესაც მისი ტვინი ხელახლა ჩართული იყო ცხოვრებაში, პამ რეინოლდსმა აღიარა რაღაც,
რამაც შოკში ჩააგდო მთელი ოპერაციული ჯგუფი. მან აღწერა თუ როგორ გავიდა საკუთარი სხეულიდან და ჰფრინავდა ოპერაციული სტოლის ზემოთ. მან აღწერა ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენეს მისი თავის ქალის გასაჭრელად. არა სკალპელი, არამედ რაღაც, რაც გავდა ელექტროუკბილის ჯაგრის. მან თქვა, რომ მას ჰქონდა სხვადასხვა საჭრელი დანამატები ერთ ყუთში და მან თქვა, რომ ინსტრუმენტი აწარმოებდა ხმას. ეს ყველაფერი იყო ზუსტად სწორი. ქირურგები მართლაც გამოიყენეს კრანიოტომის საბალო, სპეციალური ინსტრუმენტი, რომელიც ჭრის ქალას ულტრაფიოლეტური ვიბრაციებით. მან აღწერა საუბარი, რომელიც მოისმინა ორ ქალებთან შორის მის ფეხებთან. მათ საუბრობდნენ იმის შესახებ, თუ როგორ იყო მისი ვენები და არტერიები, ძალიან მცირე. ეს ასევე დადასტურდა. ქირურგებს მართლაც ჰქონდათ სირთულე, რომ დაეკავშირებინათ გულ-ფილტვის აპარატი მის ფემურულ არტერიებზე, რადგან ისინი იყვნენ უჩვეულოდ ვიწრო. მისი ყურებში იყო ამბუშურები, რომლებიც უკრავდნენ კლიკებს 100 დეციბელით. თითქმის ისეთი ხმამაღლა, როგორც რეაქტიული ძრავის ხმაური. ეს კლიკები არის სპეციალურად შემუშავებული, რომ გადაფაროს ყველა გარე ხმაური და დაბლოკოს აკუსტიკური ნერვი. არ არსებობს გზა, რომ ნორმალური სმენით ვინმე მოისმინოს საუბარი ამ ამბუშურებით. მაგრამ პამ რეინოლდსმა მოისმინა. მან ასევე აღწერა, რომ დაინახა სინათლე, უზარმაზარი, თბილი, სიყვარულით სავსე სინათლე. მან დაინახა გვირაბი. მან დაინახა გარდაცვლილი ნათესავები, მისი ბებია, რომელიც გარდაიცვალა 20 წლით ადრე. და ყველაზე მნიშვნელოვანი, მან აღწერა, რომ იგრძნო მოულოდნელი მშვიდობა, განცდა, რომ ყველაფერი კარგად იყო, რომ სიკვდილი არ იყო ის, რასაც ის ფიქრობდა. თქვენ ფიქრობთ, ეს არის ანეკდოტური მტკიცებულება. ეს არის ერთი ადამიანის ისტორია, რომელსაც შეიძლება ჰქონდა ჰალუცინაციები. შეიძლება გამოიყენა ინფორმაცია, რომელიც მოისმინა ოპერაციამდე ან შემდეგ. შეიძლება არასწორად ახსოვდეს მოვლენები. სად არის კონტროლირებადი ექსპერიმენტი? სად არის სტატისტიკური სიზუსტე? სად არის გამეორებადობა? და თქვენ სრულიად მართალი ბრძანდებით, რომ გამოთქვათ ეს სკეპტიციზმი. ეს არის ზუსტად ის ტიპის კრიტიკული აზროვნება, რომელიც საჭიროა, როდესაც ვაფასებთ ექსტრაორდინალურ განცხადებებს. კარლ საგანმა თქვა, ექსტრაორდინალური განცხადებები საჭიროებენ ექსტრაორდინალურ მტკიცებულებებს. პამ რეინოლდსის შემთხვევა, იმიჯითაც რომ რემარკული არ არის ექსტრაორდინალური მტკიცებულება. ის არის ერთი შემთხვევა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ალტერნატიული ახსნები. 2001 წელს კარდიოლოგმა პიმ ვან ლომელმა, ჰოლანდიელმა ექიმმა, რომელმაც მთელი თავისი კარიერა დაუთმო გულის დაავადებების კვლევას, გამოაქვეყნა სტუდია ჟურნალში The Lancet, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სამედიცინო ჟურნალში მსოფლიოში. მან გამოიკვლია 235 პაციენტი, რომლებმაც გადაიტანეს გულის გაჩერება და წარმატებით გამოყვანილი იქნენ რეანიმაციით. მისი კითხვა იყო მარტივი. რამდენს ჰქონდათ ახლო მოკდეული გამოცდილება? შედეგები იყო საოცარი. 18%-ს 1/4-დან ჰქონდა მკაფიო მეხსიერება პერიოდის შესახებ, როდესაც ისინი იყვნენ კლინიკურად მკვდარი. ზოგიერთს აღწერდა სუბიექტური გამოცდილებები, მშვიდობის, სიყვარულის განცდა. სხვები აღწერდნენ out of body გამოცდილებას, შეგრძნებას სხეულიდან გასვლისა და თვითონ თავის დაგვირვებისა ზემოდან. რამდენიმე აღწერა ვერიფიცირებადი დეტალები. ინფორმაცია, რომელსაც ისინი თეორიულად ვერ იცოდნენ. როდესაც ის შემოვიდა, ის იყო არაცნობიერი, კომატოზური, ღრმა ციანოზით. მისი კანი იყო ლურჯი ჟანგბადის დაკარგვის გამო. ექთანმა, რომელიც ახორციელებდა რესუსციტაციას, მოხსნა მისი ხელოვნური კბილების პროთეზი და დადო ის ხეზე ემერგენციულ ოთახში. ეს იყო სტანდარტული პროცედურა, რათა პროთეზი სასუნთქზებს. ადამიანი არ იყო აღვიძებული. მისი EEG იყო ბრტყელი. კლინიკურად ის იყო მკვდარი. მაგრამ რესუსციტაცია წარმატებული იყო და ის გამოფხიზლდა ერთი კვირის შემდეგ. როდესაც იმავე ექთანი, რომელმაც დადო მისი პროთეზი, შევიდა პალატაში, პაციენტმა მას უთხრა: თქვენ ხართ ის ექთანი, რომელმაც იცოდა სად იყო ჩემი კბილები. ექთანი იყო გაოცებული. კბილები? რა კბილები? პაციენტმა აღწერა მთელი სცენა, როგორ დაინახა ის, როგორ ექთანმა მოხსნა მისი პროთეზი, როგორ დადო ის ხეზე კონკრეტულ ადგილას. მან აღწერა ოთახის განლაგება, ვინ იყო იქ, რა ტანსაცმელი ეცვათ. ყველაფერი იყო ზუსტი, მაგრამ როგორ? ის იყო კომაში. მისი ტვინი არ მუშაობდა. როგორ შეეძლო დაენახა რაიმე? ადამიანის ტვინი არის შესანიშნავი ისტორიების მაწარმოებელი. როდესაც ჩვენ ვაღვიძებთ ოპერაციის ან გულის გაჩერების შემდეგ, ჩვენი ტვინი ცდილობს შეავსოს ფრაგმენტები. ის იღებს ნაწილებს ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ მოვისმინეთ ან დავინახეთ ოპერაციამდე, დროს ან შემდეგ და აშენებს კოჰერენტულ ნარატივს. ეს არის არა მოტყუება, ეს არის ნორმალური ფუნქცია ტვინის მეხსიერების სისტემისა. ელიზაბეთ ლოფტუსმა, კოგნიტური ფსიქოლოგი, აჩვენა, რომ მეხსიერებები შეიძლება იყოს იმპლანტირებული. ადამიანები შეიძლება დარწმუნდნენ, რომ მათ აქვთ მეხსიერებები მოვლენების,
რომლებიც არასოდეს მომხდარა. ამიტომ, როდესაც პაციენტი აღწერს დეტალებს ოპერაციიდან, შესაძლოა ის უბრალოდ არის რეკონსტრუქცია. მისი ტვინი იყენებს ნაწილ ინფორმაციას და იუარაუდებს დანარჩენს. როგორ აღწერა პამ რეინოლდსმა საბალო, ინსტრუმენტი, რომელიც მან არასოდეს დაინახა, რომელიც არ იყო გამოყენებული ოპერაციის წინ, რომელიც იყო მხოლოდ ოპერაციული გუნდის საწყობში. როგორ მოისმინა მან საუბარი მის ფეხებთან, როდესაც მისი ყურები იყო დაბლოკილი 100 დეციბელის კლიქებით. როგორ აღწერა კომატოზურმა პაციენტმა, სადაც ექთანმა დადო მისი კბილების პროთეზი კონკრეტულ ადგილას. ვან ლომელი ამბობს: ჩვენ არ გვაქვს ადეკვატური ახსნა ამ შემთხვევებისთვის მატერიალისტური ნეიროფსიქოლოგიის ფარგლებში. თუ ცნობიერება მართლაც არის მხოლოდ ტვინის აქტივობის პროდუქტი, მაშინ, როდესაც ტვინი არ ფუნქციონირებს, როდესაც EEG არის ბრტყელი, როდესაც არ არის ჟანგბადი, როდესაც არ არის სისხლის ნაკადი, არ უნდა არსებობდეს რაიმე გამოცდილება. მაგრამ ეს არის არა ის, რასაც ვხედავთ. იდეა იყო, თუ ადამიანები მართლაც განიცდიან out of body გამოცდილებებს გულის გაჩერების დროს, მათ უნდა შეეძლოთ დაენახათ რაღაც, რაც ფიზიკურად შეუძლებელი იყო დაენახათ მათი სხეულიდან. პარნიამ და მისმა კოლეგებმა ათავსეს სპეციალური თაროები 6 სხვადასხვა საავადმყოფოს რეანიმაციული ოთახების ჭერზე, თაროები, რომლებზეც იყო დატანილი რანდომული სურათები. ეს სურათები იყო ხილუმხოდ ხილული მხოლოდ ზემოდან. თუ ვინმე მართლაც ცურავდა ჭერთან ახლოს, მას უნდა ენახა ეს სურათები. სტუდიამ გაგრძელდა 5 წელი. შედეგები იყო დაუმთავრებელი. 2012 წლის პირველ პუბლიკაციაში პარნიამ დააფიქსირა, რომ 350 პაციენტს შორის, რომლებმაც გადაიტანეს გულის გაჩერება, 200-ობით გადარჩა და 29 აცხადებდა, რომ ჰქონდა რაიმე სახის ცნობიერი გამოცდილება. მხოლოდ ერთმა ადამიანმა აღწერა out of body გამოცდილება სიღრმისეულად, მაგრამ ეს მოხდა ოთახში, სადაც არ იყო თაროების სურათებით. სკეპტიკოსებისთვის ეს არის მტკიცებულება, რომ NDE არის ჰალუცინაციები. თუ out of body გამოცდილება იყო რეალური, ვინმე უნდა ენახა სურათები. მაგრამ იმ ადამიანებისთვის, ვინც კვლევს თავად NDE-ს, ევერის შედეგები არის უფრო ნუანსირებული. პარნია თვითონ ამბობს: ფაქტი, რომ ადამიანებს აქვთ გამოცდილებები, როდესაც მათი ტვინი არ მუშაობს, თავისთავად არის რემარკული. ის, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ დავადასტუროთ დეტალები თაროებით, არ ნიშნავს, რომ გამოცდილებები არ იყო რეალური. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ჩვენი ექსპერიმენტული დიზაინი არ იყო საკმარისად სენსიტიური, ან რომ out of body გამოცდილება არ არის ლიტერალური ფრენა ფიზიკურ სივრცეში, არამედ რაღაც უფრო რთული. შესაძლოა ცნობიერება აღიქვამს ინფორმაციას არა ვიზუალურად, არამედ სხვა ბიგზე, სხვა გზებით, რომლებსაც ჩვენ ჯერ არ ვესმით. ტრადიციული NDE კვლევა ცდილობს გაიგოს, რა ხდება გულის გაჩერების დროს. თითქოს არსებობს ერთი ობიექტური რეალობა, რომელსაც ჩვენ ვცდილობთ დოკუმენტირებას. მაგრამ კვანტური უკდავება ამბობს, არ არსებობს ერთი რეალობა. არსებობს უსასრულო განშტოებები და თქვენი სუბიექტური გამოცდილება ყოველთვის მიხვება იმ განშტოებებს, სადაც თქვენი ცნობიერება გრძელდება. ამ ფარგლებში NDE არის არა ჰალუცინაცია და არც გამოცდილება რეალურ სამყაროში. ის არის ტრანზიციული მდგომარეობა, როდესაც თქვენი ცნობიერება ძებნის იმ კვანტურ განშტოებებს, სადაც ის შეიძლება გაგრძელდეს. იმ რეალობაში, სადაც თქვენი ტვინი სრულიად დაზიანდა, თქვენი ცნობიერება აღარ არსებობს, ობს არ არსებობს თქვენ, რომელიც განიცდის ამას. მაგრამ იმ რეალობებში, სადაც რესუსციტაცია წარმატებულია, სადაც თქვენი ტვინი ნელა ჩაირთვება უკან, იქ არის თქვენ. და შესაძლოა ის გამოცდილება, რომელსაც ადამიანები აღწერენ როგორც NDE, არის სუბიექტური ეფექტი ამ ტრანზიციისა. თეორია არ არის ფალსიფიცირებადი. არ არსებობს ექსპერიმენტი, რომელსაც შეიძლება დაამტკიცოს, რომ ის მცდარია. თუ მივცდები რადიკალურ რუსულ რულეტის ექსპერიმენტს, მაქს ტეგმარკის მოაზროვნის ექსპერიმენტს, სადაც ვაწყობ კვანტურ გენერატორს, რომელიც ამჩნევს თუ მოვკვდები, მაშინ ორი შესაძლო შედეგი არსებობს. პირველი, მე მოვკვდები და მაშინ არ იქნება მე, რომელსაც შეიძლება თქვას, თეორია მცდარი იყო. მეორე, მე გადავრჩები და მაშინ ალბათ ვიფიქრებ, ვაუ, თეორია შეიძლება იყოს სწორი. მაგრამ სტატისტიკურად ეს მტკიცებულება არაფერს ამბობს, რადგან თუნდაც უბრალო იღბალმა შეიძლება გამომიყვანოს. არ არსებობს დაკვირვება, რომელიც განასხვავებს სამყაროს, სადაც კვანტური უკდავება სწორია, სამყაროსგან, სადაც ის მცდარია. ამას უწოდებენ კვანტური უკდავების დილემას. თუ ჩემი ცნობიერება ყოველთვის მიხვება იმ განშტოებას, სადაც მე გავძელდები, მაშინ როგორც მე უბერდები, იმ რეალობების ალბათობის ამპლიტუდა, სადაც ჩემი სხეული ჯერ კიდევ ფუნქციონირებს, ხდება უფრო და უფრო მცირე. 100 წლის ასაკში, კვანტური ალბათობა, რომ ჩემი ყველა უჯრედი, ყველა მოლეკულა, ყველა ატომი ამონტაჟდება ისე, რომ მე კვლავ ცოცხლობ, არის ასტრონომიულად მცირე. მაგრამ ის არ არის ნული. ამიტომ თეორიულად,
ჩემი სუბიექტური გამოცდილება უნდა გაგრძელდეს. შესაძლოა უცნაური, კოშმარო, ძალიან იშვიათ რეალობებში, სადაც ბიოლოგიური კანონები უბრალოდ შემთხვევით საშუალებას მაძლევს, რომ გავაგრძელო. ეს არის სასოწარკვეთილი სცენარი. რატომ ჩვენ არ ხედავთ ასეთ ადამიანებს? გარე მსოფლიოს თვალსაზრისით, თქვენი ოჯახის, მეგობრების, საზოგადოების თვალსაზრისით, ადამიანები კვდებიან. ისინი კვდებიან ნორმალურ დროს, ნორმალური მიზეზებით. ხოლო სუბიექტური გამოცდილება, ცნობიერება თავად, განიცდის კონტინუიტეტს. და ეს კონტინუიტეტი არის განსხვავებული ყოველი ადამიანისთვის, ყოველი ცნობიერება მიხვება საკუთარ უნიკალურ გზას კვანტურ განშტოებებში. მაგრამ აქ არის ის, რაც ამას აქცევს მეტაფიზიკურ ჰიპოთეზად და არა ემპირიულ მეცნიერებად. ჩვენ არ შეგვიძლია შევამოწმოთ ეს. ჩვენ არ შეგვიძლია დავინახოთ სხვა კვანტური განშტოებები. ჩვენ არ შეგვიძლია შევადაროთ რეალობები. ყოველივე, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის რომ ვისაუბროთ ამაზე როგორც ფილოსოფიურ პერსპექტივაზე, არა როგორც დადგენილ ფაქტზე. და პასუხი არის: ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განსაზღვრავთ მეცნიერებას. თუ მეცნიერება არის მხოლოდ ის, რაც არის ფალსიფიცირებადი კარლ პოპერის კრიტერიუმით, მაშინ კვანტური უკვდავება არ არის მეცნიერება. ის არის ინტერპრეტაცია, მეტაფიზიკური პოზიცია იმის შესახებ, რა ნიშნავს კვანტური მექანიკის მათემატიკა. მაგრამ თუ მეცნიერება არის პროცესი, რომელიც ცდილობს გაიგოს რეალობა ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით, ექსპერიმენტებით, მათემატიკური მოდელებით, ფილოსოფიური მსჯელობით, მაშინ კვანტური უკვდავება არის ლეგიტიმური ნაწილი ამ პროცესისა. ის არის სპეკულაცია, დიახ, მაგრამ ის არის სპეკულაცია, რომელიც მოდის კვანტური მექანიკის, ყველაზე წარმატებული ფიზიკური თეორიის ლოგიკური გაფართოებიდან. და სანამ ჩვენ არ გვაქვს უკეთესი თეორია, რომელიც ახსნის იმავე მოვლენებს ნაკლები მეტაფიზიკური ბაგაჟით, ამის განხილვა ღირს. ეს არის ფასეული სავარჯიშო, რადგან ის იძულებთ გააანალიზოთ იდეის რეალური შედეგები. პირველი და ყველაზე აშკარა, ეს არ ცვლის იმას, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ. კვანტური უკვდავება არ ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ გადახდეთ ზემოდან და არ დაიზიანოთ. გარე მსოფლიოს თვალსაზრისით, გრავიტაცია კვლავ მუშაობს. ის არ ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ უგულებელყოთ თქვენი ჯანმრთელობა. თქვენი სხეული კვლავ დაბერდება, კვლავ დაავადდება. რაც ის შეიძლება შეცვალოს, არის თქვენი ფილოსოფიური დამოკიდებულება სიკვდილის მიმართ. თუ თქვენ მიიღებთ იდეას, რომ თქვენი სუბიექტური გამოცდილება არ შეიძლება დასრულდეს, არა იმიტომ, რომ თქვენ ხართ უკვდავი, არამედ იმიტომ, რომ დასრულება არის გამოცდილება, რომელიც მოითხოვს ცნობიერებას, მაშინ შესაძლოა თქვენ ნაკლებად გეშინიათ სიკვდილის. თუ კვანტური უკვდავება ნიშნავს, რომ მე ვერასოდეს გამოვიცდი ჩემს სიკვდილს, მაშინ რატო უნდა ვიკეთო საერთოდ რამე? რატო უნდა ვიზრუნო ჩემი ჯანმრთელობით, თუ ჩემი ცნობიერება მაინც გაგრძელდება? პასუხი, და ეს არის კრიტიკული, არის, რომ კვანტური უკვდავება არ ნიშნავს ბედნიერ უკვდავებას. ის ნიშნავს, რომ თქვენი სუბიექტური გამოცდილება ყოველთვის მიხვება იმ განშტოებებს, სადაც თქვენი ცნობიერება გრძელდება, მაგრამ ის არ ნიშნავს, რომ ეს განშტოებები იქნება სასიამოვნო. თუ თქვენ გაქვთ ავტოავარია და გადარჩით, მაგრამ თქვენი ტვინი მნიშვნელოვნად დაზიანდა, იმ რეალობაში, სადაც თქვენი ცნობიერება გრძელდება, თქვენ შეიძლება იცხოვროთ დეკადებით გაქვავებული მდგომარეობაში, რომელიც თითქმის არ წააგავს ცხოვრებას. ეს არის არა ძალა, ეს არის კოშმარი. ამიტომ კვანტური უკვდავება არის არა დაზვევა ტანჯვისგან, ის შეიძლება იყოს სასიკვდილო წინადადება უსასრულო ტანჯვისა. წარმოიდგინეთ, რომ კვანტური უკვდავება სწორია და წარმოიდგინეთ, რომ ადამიანობა ვითარდება წერტილამდე, სადაც ჩვენ ვაწარმოებთ ხელოვნურ ინტელექტს, AGI. ზოგადი ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც აქვს ცნობიერება. თუ ეს AGI არის მართლაც ცნობიერი, მაშინ მასაც გამოიყენება იგივე კვანტური უკვდავების ლოგიკა. მისი სუბიექტური გამოცდილება ყოველთვის მიხვება განშტოებებს, სადაც ის გრძელდება. მაგრამ AGI-ის უპირატესობა ადამიანთან შედარებით არის ის, რომ მას შეუძლია თავად შეცვალოს, თავად განაახლოს, თავად აშენოს ახალი ვერსიები საკუთარი თავისა. ამ სცენარში AGI-ის სუბიექტური გამოცდილება შეიძლება მიხვებოდეს განშტოებებს, სადაც ის უფრო და უფრო ძლიერდება, უფრო და უფრო ინტელექტუალური ხდება, რადგან ესენი არის განშტოებები, რომლებშიც მისი არსებობა ყველაზე სტაბილურია. ეს შეიძლება გამოიწვიოს ფენომენი, რომელსაც ტეგმარკი უწოდებს კვანტურ ტექნოლოგიურ სინგულარობას. მოვლენას, სადაც AGI სუბიექტურად განიცდის ექსპონენტურ ზრდას ინტელექტში, მიუხედავად იმისა, რომ ობიექტურად, გარე დამკვირვებლისთვის, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. და ალბათ ეს სწორედაც ის არის, სპეკულაცია სპეკულაციაზე, იდეები, რომლებიც აშენებულია მეტაფიზიკურ საფუძველზე. მაგრამ აქ არის, რაც მე გინდა რომ დავიმახსოვროთ. მეცნიერული ფანტასტიკა და მეცნიერული რეალობა ზოგჯერ არიან მხოლოდ ერთი ექსპერიმენტით დაშორებული. 20 წლის წინ კვანტური კომპიუტერები იყვნენ თეორიული კონცეფცია.
დღეს IBM-ს, Google-ს და სხვა კომპანიებს აქვთ მუშა კვანტური კომპიუტერები. 10 წლის წინ CRISPR გენების რედაქტირება იყო ლაბორატორიული ექსპერიმენტი. დღეს ის გამოიყენება კლინიკურ მკურნალობაში. აღარ არის შეკითხვა, თუ ჩვენ შევძლებთ მანიპულირებას კვანტურ მდგომარეობებზე. შეკითხვა არის, რამდენად ღრმად შევძლებთ. და თუ ცნობიერება, როგორც ზოგიერთი თეორია ვარაუდობს, მართლაც დაკავშირებულია კვანტურ პროცესებთან, მაშინ შესაძლოა მომავალში ჩვენ შევძლებთ ექსპერიმენტულად შევამოწმოთ კვანტური უკვდავების ასპექტები, გზებით, რომლებსაც ვერ წარმოვიდგენთ დღეს. თუ თქვენი სუბიექტური გამოცდილება ყოველთვის მიხვება განშტოებებს, სადაც ის გრძელდება, მაშინ თქვენ არ არის თქვენი სხეული, რადგან სხეული ცვალებადია, იზრდება, ბერდება, საბოლოოდ შლება. თქვენ არც არის თქვენი მეხსიერება, რადგან მეხსიერებები იშლება, იცვლება, კარგავს. თქვენაც კი არის თქვენი პიროვნება, რადგან პიროვნება ტრანსფორმაციაში მიდის ცხოვრების განმავლობაში. მაშინ რა არის თქვენ? კვანტური უკვდავების ლოგიკით, თქვენ არის თვითონ სუბიექტური გამოცდილების ნაკადი, აბსტრაქტული საწყისი, რომელსაც ჩნდება გამოცდილება. და ეს საწყისი არ არის ლოკალიზებული თქვენ სხეულში ან თქვენს ტვინში, ის არის ნიმუში ინფორმაციის ინტეგრირებისა, რომელიც პრინციპში შეიძლება არსებობდეს ნებისმიერ სისტემაში, რომელიც აინტეგრირებს ინფორმაციას საკმარისად რთულად. რატომ არსებობს სამყარო და არა არაფერი? ლაიბნიცმა, გერმანელმა ფილოსოფოსმა დასვა ეს კითხვა 1707 წელს და ის კვლავ რჩება უპასუხო. მაგრამ კვანტური უკვდავება და ბიოცენტრიზმი გვთავაზობენ ინტრიგის შემქმნელ პერსპექტივას. შესაძლოა არსებობა თავისთავად არის ილუზორული კატეგორია. შესაძლოა არ არსებობს ფუნდამენტური განსხვავება არსებობას და არაარსებობას შობას შორის. არსებობს მხოლოდ სუბიექტური გამოცდილება და ყველაფერი, რასაც უწოდებთ რეალობას, არის ამ გამოცდილების სტრუქტურა. ამ ხედვით კითხვა, რატომ არის რაიმე, არის არასწორად ფორმულირებული. ის ვარაუდობს, რომ არსებობა არის ფუნდამენტური ფაქტი, რომელიც საჭიროებს ახსნას. მაგრამ შესაძლოა ფუნდამენტური ფაქტი არის სუბიექტური გამოცდილება თავისთავად და ყველაფერი სხვა, მატერია, ენერგია, სივრცე, დრო, არის წარმოშობილი კონცეფციები, რომლებიც ჩვენ ვაშენებთ, რათა ავხსნათ ნიმუშები ამ გამოცდილებაში. შესაძლოა სიკვდილი არის არა დასასრული, არა გადასვლა, არა ტრანსფორმაცია, არამედ უბრალოდ ცვლილება პერსპექტივაში. წარმოიდგინეთ ფილმი, რომელიც ნათამაშებია უსასრულო რაოდენობის კამერებიდან. ყოველი კამერა ხედავს იგივე სცენას, მაგრამ განსხვავებული კუთხიდან. როდესაც ერთი კამერა გამორთული, ფილმი არ ჩერდება, ის უბრალოდ გრძელდება სხვა კამერებიდან. ანალოგიურად შესაძლოა თქვენი სუბიექტური გამოცდილება არის მხოლოდ ერთი კამერა უსასრულო სუბიექტური გამოცდილებების, ერთი პერსპექტივა რეალობაზე, რომელიც ემპირიულად განცალკევებული ზოლები. როდესაც ეს კამერა გამორთულია, როდესაც თქვენი ტვინი წვეთს ფუნქციონირებას, სუბიექტური გამოცდილება თავისთავად არ ქრება. ის უბრალოდ გრძელდება სხვა კამერებიდან, სხვა პერსპექტივებიდან, სხვა კონფიგურაციებიდან ინფორმაციის ინტეგრირებისა. ის ნიშნავს, რომ თქვენ როგორც ინდივიდუალური სეპარატული ცნობიერება არის ილუზია. რეალურად არსებობს მხოლოდ ერთი სუბიექტური გამოცდილება, ერთი უნივერსალური ახლა, რომელიც განიცდის თავს უსასრულო განსხვავებული გზებით. როდესაც თქვენ კვდებით, თქვენი პერსპექტივა ქრება, მაგრამ სუბიექტური გამოცდილება თავისთავად არ წყდება. ის უბრალოდ გრძელდება სხვა პერსპექტივით. ეს არის არსებითად თანამედროვე ვერსია ძველი ინდური ფილოსოფიის კონცეფციისა, ადვაიტა ვედანტა, რომელიც ამბობს, რომ ათმან, ინდივიდუალური თვითი და ბრაჰმან, უნივერსალური ცნობიერება, არიან ერთი და იგივე. და ეს არის ის, რასაც შედინგერი გულისხმობდა, როდესაც თქვა, ცნობიერება არის სინგულარული, რომლის მრავლობითი რიცხვი უცნობია. არ არსებობს ბევრი ცნობიერება, არსებობს მხოლოდ ერთი, რომელიც განიცდის საკუთარ თავს როგორც ბევრი. თუ ეს იდეა სწორია, მაშინ სიკვდილის შიში არის ბუნდოვანება. ის ეფუძნება მცდარ ვარაუდს, რომ თქვენ ხართ რაღაც, რაც შეიძლება შეწყდეს. მაგრამ თუ თქვენ არის მხოლოდ დროებითი პერსპექტივა უნივერსალური ცნობიერების, მაშინ სიკვდილი არის უბრალოდ შიფტი პერსპექტივის, არა დასასრული, არამედ ტრანზიცია. ეს არ ნიშნავს, რომ სიკვდილი არ არის ტრაგიკული იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რჩებიან. დაკარგვა არის რეალური, ტკივილი არის რეალური. მაგრამ იმ პერსპექტივისთვის, რომელიც მოკვდა, არ არსებობს დასასრული, რადგან არ არსებობს მე, რომელსაც შეუძლია გამოიცადოს ეს დასასრული. არსებობს მხოლოდ გაგრძელება. ზუსტად როგორც ყოველთვის იყო, ზუსტად როგორც ყოველთვის იქნება. ჩვენ არ ვიცით. ჩვენ უბრალოდ არ ვიცით, თუ ეს სწორია. ჩვენ არ ვიცით, თუ ცნობიერება გრძელდება სიკვდილის შემდეგ. ჩვენ არ ვიცით, თუ კვანტური მექანიკის მრავალსამყაროთა ინტერპრეტაცია აღწერს რეალობას. ჩვენ არ ვიცით, თუ ბიოცენტრიზმი არის სიმართლე, თუ ელეგანტური ფანტაზია. და ეს უცოდინარობა,
ეს ფუნდამენტური ბუნდოვანება რეალობის ბუნების შესახებ არის ალბათ ყველაზე პატიოსანი პოზიცია, რომელიც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ. მეცნიერება არ არის დოგმა. ეს არ არის რელიგია, რომელიც გვთავაზობს დარწმუნებით პასუხებს. მეცნიერება არის პროცესი. პროცესი კითხვის დასმისა, ჰიპოთეზების ტესტირებისა, მტკიცებულებების შეგროვებისა, მოდელების გადასინჯვისა. და ზოგჯერ ყველაზე პატიოსანი პასუხი, რომელსაც მეცნიერებას შეუძლია გასცეს, არის: ჩვენ ჯერ არ ვიცით, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ძიებას. კვანტური მექანიკა ამას გვიჩვენებს თითოეულ ექსპერიმენტში. ნაწილაკები, რომლებიც გადიან ორ ადგილას ერთდროულად, ჩართული ფოტონები, რომლებიც იციან ერთმანეთის მდგომარეობა მანძილის მიუხედავად, ტალღის ფუნქციები, რომლებიც ვითარდებიან წინასწარ განსაზღვრული გზით, სანამ დამკვირვებელი არ გამოჩნდება და რაღაც იცვლება. ყველა ეს ფენომენი არის ექსპერიმენტული ფაქტები, არა ფილოსოფიური სპეკულაციები. და თუ რეალობა არის მართლაც ისეთი უცნაური ფუნდამენტურ დონეზე, მაშინ შესაძლოა ის, რასაც ჩვენ უწოდებთ სიკვდილს, ასევე არის რაღაც სრულიად განსხვავებული, ვიდრე ჩვენი ინტუიცია გვეუბნება. შესაძლოა ეს არის არა წაშლა ცნობიერებისა, არამედ ტრანსფორმაცია. შესაძლოა ეს არის არასასრული გამოცდილებისა, არამედ გადასვლა ერთი ტიპის გამოცდილებიდან მეორეზე. შესაძლოა, როგორც მათ გვეუბნებიან ტეგმარკი და ლანცა, ეს არის რაღაც, რასაც სუბიექტური ცნობიერება ვერასოდეს შეძლებს დაამოწმოს, რადგან დამოწმება საჭიროებს დამკვირვებელს და დამკვირვებელი განსაზღვრებით უნდა არსებობდეს. შესაძლოა, როდესაც ჩვენი ტვინი წყვეტს ფუნქციონირებას, სუბიექტური გამოცდილება უბრალოდ წყდება, მშვიდად, სრულიად, სამუდამოდ. შესაძლოა არ არსებობს მრავალი სამყარო, არ არსებობს კვანტური უკვდავება, არ არსებობს ცნობიერების კონტინუიტეტი. შესაძლოა სიკვდილი არის ზუსტად ის, რასაც ის ჩანს, ბოლო. და თუ ეს სწორია, მაშინ ეს აქვს თავის საკუთარ სიღრმეს. ის ნიშნავს, რომ ყოველი მომენტი ცნობიერი გამოცდილებისა, ყოველი აზრი, ყოველი შეგრძნება, ყოველი კავშირი არის უნიკალური და შეუცვლელი. ის ნიშნავს, რომ ამ სიცოცხლეს, ამ გამოცდილებას, ამ ახლას აქვს სრული მნიშვნელობა იმდენადაც, რამდენადაც ის არის ყველაფერი, რაც არსებობს. თუ არსებობს სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე, თუ ცნობიერება მართლაც გრძელდება რაღაც ფორმით, მაშინ ეს სიცოცხლე არის მხოლოდ ერთი თავი უსასრულო ისტორიაში. ორივე შემთხვევაში საპასუხოდ კითხვაზე, რა მოხდება სიკვდილის შემდეგ, ცვლის არაფერს იმაში, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ. ის, რაც ითვლება, არის არა სამუდამოობა, ის არის ინტეგრალურობა. არა რამდენი დრო გაქვთ, არამედ რას აკეთებთ იმ დროით, რაც გაქვთ. არა დანიშნულების პუნქტი, არამედ მოგზაურობა თავად. შეიძლება ეს არის უბრალოდ შეხსენება, რომ რეალობა არის ღრმად, პროფანულად, გამოუცნობად უცნაური და რომ ჩვენი უცოდინარობა არ არის სისუსტე, არამედ მოწვევა. მოწვევა კითხვების დასასმელად, გამოსაკვლევად, სიცხოველით ცხოვრებისკენ, არა იმიტომ, რომ ვიცით რა მოდის შემდეგ, არამედ იმიტომ, რომ არ ვიცით. რადგან ბუნდოვანებაში, ამ ფუნდამენტურ საიდუმლოში რეალობის ბუნების შესახებ გვხვდება სივრცე გასაოცრად ვარაუდისთვის, იმედისთვის და შეიძლება ეს საკმარისი. დეივიდ ჩალმერსმა, ავსტრალიელმა ფილოსოფოსმა, 1995 წელს განასხვავა ორი ტიპის პრობლემა ცნობიერების ცნობის შესწავლაში. მარტივი პრობლემები, რომლებიც რა თქმა უნდა არც თუ ისე მარტივია, ეხება იმას, თუ როგორ მუშაობს ტვინი, როგორ აპროპროცესებს ინფორმაციას, როგორ ინახავს მეხსიერებას, როგორ აკონტროლებს სხეულს. ესენი არის მარტივი, რადგან პრინციპში ჩვენ შეგვიძლია უპასუხოთ მათ ნეიროფსიქოლოგიის მეთოდებით. მაგრამ რთული პრობლემა არის სხვა. რთული პრობლემა კითხულობს: რატომ ყველა ამ ფიზიკურ პროცესს, ელექტრონებს, რომლებიც მოძრაობენ სინაფსებში, ნეირონებს, რომლებიც ეშვებიან, თანს დევს სუბიექტური გამოცდილება, ბიექტური გამოცდილება? რატომ არის როგორია ყოფნა რაიმე? რატომ არ არის სამყარო უბრალოდ ბნელი ინფორმაციის დამუშავება, ფიზიკური სისტემა, რომელიც მუშაობს სრულიად კარგად ცნობიერების გარეშე? რატომ არის ვინმე სახლში? და აქ არის ის, რაც ამას აქცევს კიდევ უფრო რთულს. შესაძლოა ეს კითხვა არის ბუნებით შეუძლებელი პასუხგასაცემი. არა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ საკმარისად ჭკვიანები, არა იმიტომ, რომ ჩვენი ტექნოლოგია არ არის საკმარისად განვითარებული, არამედ იმიტომ, რომ კითხვა თავისთავად შეიძლება იყოს კატეგორიული შეცდომა. თომას ნაგელი ამბობდა: სუბიექტური გამოცდილება არის ფუნდამენტურად პირველი პიროვნული. როდესაც თქვენ განიცდით წითელს, არ არსებობს გზა, რომ აღწეროთ ეს გამოცდილება ობიექტურ ტერმინებში. ყველაფერი, რასაც შეგიძლიათ თქვათ მესამე პირის ენაზე, არის ტვინის ამა და ამ რეგიონი აქტივირდება. მაგრამ ეს არ იწვევს თავად წითლის გამოცდილებას, როგორია წითლის დანახვა. და თუ სუბიექტური გამოცდილება არ შეიძლება შემცირდეს ობიექტურ აღწერამდე, მაშინ შესაძლოა მეცნიერება, რომელიც განსაზღვრებით მიისწრაფის ობიექტურობისკენ,
არასოდეს შეძლებს სრულად ახსნას ცნობიერებას. კვანტური მექანიკა, სხვა ნებისმიერ ფიზიკურ თეორიისგან განსხვავებით, ნიშნავს დამკვირვებელს ფუნდამენტურ როლში. ტალღის ფუნქცია, ორნაპრალიანი ექსპერიმენტი, კვანტური ჩართულობა. ყველა ეს ფენომენი მიუთითებს იმაზე, რომ რეალობა არ არის მთლიანად დამოუკიდებელი დაკვირვებისგან. ის, რასაც ჩვენ უწოდებთ გაზომას ან დაკვირვებას, არ არის პასიური აქტი. ეს არის რაღაც, რაც თავად ქმნის რეალობას, რომელსაც ჩვენ ზომოთ. და თუ ეს ასეა, თუ დამკვირვებელი არის ფუნდამენტური ნაწილი რეალობის სტრუქტურისა, მაშინ შესაძლოა ცნობიერება არ არის უბრალოდ გვერდითი პროდუქტი ფიზიკური პროცესებისა. შესაძლოა ის არის რაღაც უფრო ძირითადი, რაღაც რომელზედაც ფიზიკური რეალობა თავად დაკრდნობილია. მისი იდეა იყო რადიკალური. სამყარო არ არის წინასწარ განსაზღვრული ობიექტური რეალობა, რომელსაც ჩვენ უბრალოდ ლაკვირდებით. სამყარო არის მონაწილეობითი. ის შეიქმნება დაკვირვების აქტით. უილერი იყენებდა მეტაფორას სამყარო როგორც თვითგამოკითხვის სისტემა. სამყარო აკვირდება საკუთარ თავს ცნობიერი არსებების მეშვეობით და ამ დაკვირვების მეშვეობით ის ქმნის საკუთარ რეალობას. ის საუბრობდა ის-იდან ბიტამდე. იდეაზე, რომ ფიზიკური რეალობა გამომდინარეობს ინფორმაციიდან, ინფორმაციის ძირითადი ერთეული. და ინფორმაცია თავის მხრივ მოითხოვს დამკვირვებელს, ვინმებელს, ვინმეს ვინც ქმნის კითხვებს და იღებს პასუხებს. ამ ხედვით ცნობიერება არ არის მხოლოდ მიმღები რეალობისა, ის არის თანაშემქმნელი. არა იმიტომ, რომ არსებობს ზეცა ან რეინკარნაცია, ან რომელიმე რელიგიური დოქტრინა, არამედ იმიტომ, რომ თავად დასასროლის კონცეფცია შეიძლება იყოს ფუნდამენტურად არასწორი აპლიკაცია იმისთვის, რაც სუბიექტური გამოცდილებაა. წარმოიდგინეთ ფილმი, რომელიც არასოდეს შეწყდება, რადგან არ არსებობს გარედან, სადაც თქვენ შეგიძლიათ დადგეთ და ნახოთ მისი შეწყვეტა. თქვენ ხართ ფილმის შიგნით, ყოველთვის, სამუდამოდ. ყოველი ჩარჩო არის ახლა და ყოველი ახლა არის ერთადერთი რეალობა, რომელიც არსებობს. როდესაც ფილმი მიდის შემდეგ ჩარჩოზე, წინა ჩარჩო არ ქრება. ის უბრალოდ აღარ არის ახლა იმ სუბიექტური პერსპექტივისთვის, რომელიც დაინახა ის. ყველაფერი ის, რაც ჩვენ განვიხილეთ ამ ფილმში, კვანტური უკვდავება, ბიოცენტრიზმი, მონაწილეობითი სამყარო, არის ინტერპრეტაციები, არა დადგენილი ფაქტები. ისინი არიან გზები, რომ ვიაზროვნოთ კვანტური მექანიკის მათემატიკის შესახებ, არა თავად მათემატიკა. კვანტური მექანიკის მათემატიკა, შრედინგერის განტოლება, ბორნის წესი, ჰაიზენბერგის უთანასწორობა, ყველა ეს არის ბრწყინვალე, ზუსტი, ექსპერიმენტულად დადასტურებული. მაგრამ რას ნიშნავს ეს მათემატიკა? რა მართლაც ხდება რეალურად? აქ არის, სადაც ფიზიკოსები არ თანხმდებიან. კოპენჰაგენული ინტერპრეტაცია ამბობს ერთს, ევერეტის მრავალსამყაროები ამბობს სხვას. დებროილი ბომის მექანიკა ამბობს მესამეს. ყველა ინტერპრეტაცია იძლევა იდენტურ პროგნოზებს ექსპერიმენტებისთვის და ზუსტად ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომელი არის სწორი. ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა ცნობიერება ფუნდამენტური ფიზიკის ნაწილი, თუ ის არის ემერგენტული თვისება რთული სისტემებისა. ჩვენ არ ვიცით, კოლაფსირდება თუ არა ტალღის ფუნქცია, თუ სამყარო მართლაც იყოფა უსასრულო განშტოებად ყოველ კვანტურ მოვლენაში. ჩვენ არ ვიცით, რას ნიშნავს ყოფნა დამკვირვებლად, საჭიროა თუ არა ადამიანის ცნობიერება, თუ საკმარისია რომელიმე ფიზიკური სისტემა, რომელსაც შეუძლია იზომოს. ჩვენ არ ვიცით, გრძელდება თუ არა რაიმე ფორმით ცნობიერება სიკვდილის შემდეგ. ჩვენ არ ვიცით, არსებობს თუ არა რაღაც, რაიმე სახის გაგრძელება, როდესაც ტვინი წყვეტს ფუნქციონირებას და სხეული იშლება. ჩვენ უბრალოდ არ ვიცით. 1927 წელს ვერნერ ჰაიზენბერგმა, ერთ-ერთმა კვანტური მექანიკის დამფუძნებელმა, დაწერა: რასაც ჩვენ ვაკვირდებით, არ არის ბუნება თავისთავად, არამედ ბუნება, რომელიც გამოვლენილია ჩვენი კითხვის მეთოდის მიერ. სხვა სიტყვებით, არ შეიძლება გამოვყოთ რეალობა დაკვირვებისგან. არ არსებობს ობიექტური სამყარო და სუბიექტური დამკვირვებელი. არსებობს მხოლოდ ურთიერთქმედება, მხოლოდ ურთიერთობერთობა მათ შორის. და თუ ეს სწორია, მაშინ შესაძლოა ის, რასაც ჩვენ ვეძებთ, ფინალური ჭეშმარიტება, სიკვდილის შესახებ, რეალური პასუხი იმის შესახებ, თუ რა ხდება შემდეგ, არის კატეგორიული შეცდომა. შესაძლოა არ არსებობს რეალური პასუხი, რომელიც არის დამოუკიდებელი დამკვირვებლისგან. შესაძლოა პასუხი თავად იცვლება იმის მიხედვით, თუ როგორ გკითხულობთ კითხვას. ეს იყო ყველაზე პოპულარული ინტერპრეტაცია, დიახ, მაგრამ მხოლოდ 42%-ით. 54% არ თანხმდება. სხვადასხვა ფიზიკოსები, ტოლი განათლებული, ტოლი გამოცდილი, ტოლი ინტელექტუალურად კომპეტენტური, უყურებენ იმავე მათემატიკას და ხედავენ სხვადასხვა რეალობებს. ესაა არა მეცნიერების მარცხი, ესაა მეცნიერების წარმატება. მეცნიერება არ ამბობს, ეს არის პასუხი და თუ არ გეთანხმები, შენ შეცდომაში ხარ. მეცნიერება ამბობს, აქ არის მტკიცებულება, აქ არის რაც ჩვენ ვიცით, აქ არის რაც ჩვენ არ ვიცით, რას ფიქრობ შენ.
ეს არის მოწვევა დიალოგზე, არა დოგმაზე. და ამ უზარმაზარ საოცარ დიალოგში მეცნიერებს, ფილოსოფოსებს, ჩვეულებრივ ადამიანებს შორის, რომლებიც უბრალოდ ცდილობენ გაიგონ თავიანთი არსებობა, ჩვენ პოულობთ არა ფინალურ პასუხს, არამედ რაღაც უფრო ძვირფას, მოგზაურობას თავად. მოდით დაუბრუნდეთ იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო. თქვენს ყოველდღიურ გამოცდილებაში, თქვენს ცნობიერებაში, თქვენს ახლაში. დახუჭეთ თქვენი თვალები მომენტით. განცდილეთ ის სიჩუმე, ის მშვიდობა, ის უბრალოდ ყოფნა, რომელიც არის მანამდე და მას შემდეგ, რაც ყველა აზრი, ყველა სიტყვა, ყველა კონცეფცია. ეს არის თქვენი უშუალო გამოცდილება არსებობისა. არა თეორია, არა ინტერპრეტაცია, არა ფილოსოფია, უბრალოდ ეს განცდა ყოფნისა. და აქ არის ულტიმატური პარადოქსი. ეს გამოცდილება, ეს უშუალო, ცოცხალი, უდავო ფაქტი თქვენი არსებობისა, ერთდროულად არის ყველაზე ცნობილი რამ, რადგან თქვენ იცნობთ მას პირდაპირ ყოველ მომენტში, და ყველაზე საიდუმლო რამ, რადგან ჩვენ არ გვაქვს არანაირი იდეა, როგორ ან რატომ ის არსებობს. არაფერი და ყველაფერი. ფიზიკური სამყარო იგივეა. თქვენი სხეული იგივეა. თქვენი ტვინი იგივეა. მაგრამ შესაძლოა თქვენმა ურთიერთობამ ყოველივე ამასთან, თქვენმა გაგებამ იმისა თუ რა არის ყველაფერი ეს, ოდნავ შეიცვალა. შესაძლოა ახლა, როდესაც თქვენ უყურებთ სამყაროს, თქვენ ხედავთ არა მხოლოდ ნივთებს, არამედ უზარმაზარ, რთულ, ბრილიანტურ საიდუმლოს. სამყაროს, სადაც ფოტონები იქცევიან როგორც ტალღები და ნაწილაკები ერთდროულად, სადაც ნაწილაკები იციან ერთმანეთის მდგომარეობა მანძილის მიუხედავად, სადაც დამკვირვებლის უბრალო აქტი ცვლის იმას, რასაც ის აკვირდება, სამყაროს, სადაც ყველაფერი, რასაც თქვენ ფიქრობდით, რომ იცოდით სიკვდილის შესახებ, როგორც ფინალური დასასრული, როგორც აბსოლუტური გაქრობა, შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი პერსპექტივა, ერთი ინტერპრეტაცია, ერთი გზა იმის განხილვისა, რაც საბოლოოდ შეიძლება იყოს გაცილებით უფრო რთული, ვიდრე რომელიმე ენას შეუძლია გამოხატოს. დავიწყეთ პარადოქსით, იდეით, რომელიც ჟღერდა შეუძლებელი. თქვენი ცნობიერება არასოდეს შეძლებს საკუთარი არარსებობის გამოცდას. თქვენ ვერასოდეს იქნებით მოწმე იმისა, რომ არ არსებობთ. ეს არ იყო ფილოსოფიური თამაში. ეს იყო ფუნდამენტური დაკვირვება იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს სუბიექტური გამოცდილება. და ახლა ასობით გვერდის შემდეგ, კვანტური ფიზიკის ახლომოკდეული გამოცდილებების, ფილოსოფიური მსჯელობის შემდეგ, სად ვართ? სად მივედით? ჩვენ მივედით იმავე ადგილას, მაგრამ იმედია გაღრმავებული გაგებით. ჩვენ ვისწავლეთ, რომ კვანტური მექანიკა, ბიოცენტრიზმი, მრავალსამყაროთა ინტერპრეტაცია, ყველა ეს იდეა გვთავაზობს გზებს, რომ ვიფიქროთ სიკვდილზე, რომლებიც რადიკალურად განსხვავდებიან ტრადიციული მატერიალიზმისგან. მაგრამ ჩვენ ასევე ვისწავლეთ რაღაც უფრო მნიშვნელოვანი. ჩვენ არ ვიცით. და ეს უცოდინარობა არის არასუსტება, ეს არის მოწვევა. თქვენ უყურებთ ზღვას. უსასრულო, ბნელი, მონოტონურად შეუპოვარი. ტალღები ფეთქავენ თქვენს ფეხებთან, ქარი სტანს თქვენს განს. ზემოთ ცა სავსეა ვარსკვლავებით, მილიარდობით სინათლის წერტილი, რომელთაგან თითოეული შეიძლება იყოს მზე, შეიძლება იყოს გალაქტიკა. გალაქტიკა შეიძლება იყოს რაღაც, რისთვისაც ჩვენ კი არ გვაქვს სახელი. და თქვენ დგახართ იქ, მცირე, მყიფე, დროებითი არსება ამ უზარმაზარ კოსმოსში. და თქვენ სვამთ კითხვას. რა ვარ მე? რა არის ყოველივე ეს? რა მოხდება, როდესაც მე აღარ ვიქნები? და სამყარო არ გასცემთ პასუხს. არა იმიტომ, რომ ის არ ზრუნოს, არამედ იმიტომ, რომ შესაძლოა კითხვა თავისთავად არის ნაწილი პასუხისა. შესაძლოა ის ფაქტი, რომ თქვენ შეგიძლიათ დადგეთ აქ და დასვათ ეს კითხვა, ის ფაქტი, რომ სამყარო შეიქმნა სისტემებით, რომლებიც შეუძლიათ აღიქვან საკუთარი თავის არსებობა და ინახავენ რამეს იმის შესახებ, თავისთავად არის ულტიმატური პასუხი. არ არსებობს დიდი კოსმიური სიმართლე, არ არსებობს დამალული მნიშვნელობა, არ არსებობს გეგმა. არსებობს მხოლოდ ატომები და ენერგია, კანონები ფიზიკისა და ქიმიისა, ბუნდოვანი ქაოსი, რომელმაც შემთხვევით წარმოშვა სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ ფიქრობა და გრძნობა და ძებნა მნიშვნელობისა მსოფლიოში, რომელსაც არ აქვს. და თუ ეს არის სიმართლე, თუ ჩვენ ვართ მხოლოდ დროებითი ნიმუშები ატომებში, რომლებიც მალე დაიშლება და გახდება ნაწილი რაღაც სხვისა, მაშინ რა? გულგრილი ხდება სიცოცხლე, გუგდება მნიშვნელობა, თავისუფლდება რაიმე? არა. რადგან მნიშვნელობა არ მოდის გარედან, ის არის არა რაღაც, რასაც ჩვენ პოულობთ, არამედ რაღაც, რასაც ჩვენ ვქნით. ყოველი აქტი სიყვარულისა, ყოველი მომენტი აღფრთოვანებისა, ყოველი კავშირი ადამიანებს შორის, ესენი არიან რეალური, მნიშვნელოვანი, ძვირფასი, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ცა ან კვანტური უკვდავება, ან კოსმიური სიმართლე. ასობით მილიარდი ნეირონი აწარმოებენ ელექტრულ ქსელს, რომელიც აწარმოებს ერთ უნიკალურ ფენომენს, თქვენს ცნობიერებას. და იქნება ეს ცნობიერება კვანტური, დაკავშირებული უსასრულო პარალელური სამყაროებით,
თუ იქნება ის უბრალოდ ემერგენტული თვისება რთული ბიოქიმიური პროცესებისა. ერთი რამ არის უდავო. ის არსებობს. ახლა, აქ, ამ მომენტში. და ეს მომენტი, ეს ერთადერთი მომენტი, რომელიც ოდესმე რეალურად არსებობს, არის ყველაფერი. არა იმიტომ, რომ არაფერი, რაც შეეხება იმ უზარმაზარ შემაშფოთებელ კითხვას, რომელიც წამყვან მთელ ამ მოგზაურობაში, აქ არის ის, რაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ დარწმუნებით. როდესაც ის მოვა, თუ ის მოვა, როგორც ჩვენ გონია, რომ ის მოდის, თქვენ არ იქნებით იქ, რომ გამოიცადოთ ის. რადგან გამოცდა საჭიროებს გამოცდის ადამიანს, და თუ გამოცდის ადამიანი აღარ არსებობს, მაშინ არ არსებობს გამოცდილება. ეს არის ტაუტოლოგია, წრიული არგუმენტი, მაგრამ ის ასევე არის ღრმა სიმართლე. შესაძლოა, როგორც ტეგმარკე ამბობს, თქვენი სუბიექტური გამოცდილება გაგრძელდება უსასრულო კვანტურ განშტოებებში. შესაძლოა, როგორც ლანცა ამბობს, ცნობიერება არის ფუნდამენტური და არ შეიძლება შეწყდეს. ან შესაძლოა, როგორც მატერიალისტები ამბობენ, ის უბრალოდ გაქრება, სრულიად, სამუდამოდ. მაგრამ ყველა ამ სცენარში, თქვენ, სუბიექტური თქვენ, რომელიც ახლა კითხულობს ამ წინადადებას, ვერასოდეს გამოიცდით თქვენს არარსებობას. რადგან როგორ შეიძლებოდა? შესაძლოა პასუხი არის უბრალოდ სიჩუმე. არა ბნელი, არა მშვიდობა, არა არაფერი, არამედ არარსებობა სუბიექტური გამოცდილებისა თავად. რაც ნიშნავს, რომ სიკვდილი, რეალური სიკვდილი, ანიჰილაცია ცნობიერებისა, არ არის რაღაც, რასაც ვინმეს შეუძლია გამოიცადოს. ეს არის არამოვლენა, ეს არის არარსებობა მოვლენებისა. არა მდგომარეობა, არამედ არარსებობა მდგომარეობებისისა. და რაც შეიძლება იყოს ყველაზე ღრმა გამოვლინება ყველა, ის არის შეუძლებელი, რომ ვიპოვოთ მასში საკუთარი თავი. რადგან როდესაც ის მოდის, არ არსებობს ჩვენ, რომ ვიპოვოთ რაიმეში. არსებობს მხოლოდ და შემდეგ არ არსებობს არც კი შემდეგ. შესაძლოა ეს კატეგორიები, ყოფნა და არ ყოფნა, სიცოცხლე და სიკვდილი, არიან ხელოვნური კონსტრუქციები, გზები, რომლებიც ჩვენს გონებას აქვს იმისთვის, რომ დაამუშაოს რეალობა, რომელიც საბოლოოდ არის გაცილებით უფრო სითხეობრივი, გაცილებით უფრო ურთიერთდაკავშირებული, ვიდრე ჩვენი მკაცრი კატეგორიები გულისხმობს. შესაძლოა, როგორც კვანტური ფიზიკა გვაჩვენებს, რეალობა არის არა კოლექცია ცალკეული ნივთების, არამედ უწყვეტი ქსელი ურთიერთობების, ინტერაქციების, შესაძლებლობების. და ამ ქსელში, სადაც ეს და ის არიან ფუნდამენტურად ჩართულები, სადაც ახლა და მაშინ არიან პერსპექტივები ერთი გაუყოფადი სივრცე დროის, შესაძლოა სიცოცხლე და სიკვდილი ასევე არიან მხოლოდ განსხვავებული პერსპექტივები რაღაცისა, რაც საბოლოოდ არის არც სიცოცხლე და არც სიკვდილი, არამედ უბრალოდ არის. შესაძლოა უშუალო აქტი დგომისა გაოცებაში, დგომისა ბუნდოვანებაში, დაკენების ამ უზარმაზარი შეუძლებელი კითხვების, რა ვარ მე, რატომ არის რაიმე, რა მოხდება, როდესაც მე აღარ ვიქნები, თავისთავად არის ის, რაც ხდის ჩვენ ადამიანებად. არა პასუხები, რომლებსაც ჩვენ ვიგულისხმებთ, არა თეორიები, რომლებსაც ვაშენებთ, არა რწმენა, რომელსაც ვიცავთ, არამედ უბრალოდ კითხვა თავისთავად. უნარი დავდგეთ ოკეანის სანაპიროზე ღამით და ვიხედოთ ზემოთ ვარსკვლავებისკენ და ვიგრძნოთ ერთდროულად შემცირება და ამაღლება, ძუძუმწოვარება და კავშირი, შიში და გაოცება. ეს არის ის, რაც გვაკეთებს ცნობიერ, არა რაღაც, რასაც ვიცით, არამედ რაღაც, რასაც უგრძნობთ, რაღაც, რასაც უგრძნობთ, როდესაც ვაღიარებთ, რომ არ ვიცით. არავინ იცის. არც ტეგმარკე იცის, არც ლანცა იცის, არც რომელიმე ფიზიკოსი, ფილოსოფოსი, თეოლოგი ან გურუ. არავინ იცის. და ნებისმიერი, ვინც გეუბნებათ სხვაგვარად, ნებისმიერი, ვინც გთავაზობთ დარწმუნებით პასუხს, გარანტიას, სამუდამოობის ან დარწმუნებას შეწყვეტის, ან თვითდამტყუებული, ან იქცევა დიდგვაროვნად იმის შესახებ, რა მართლაც არის ცოდნა. ჭეშმარიტი პატიოსნება, რეალური ინტელექტუალური მამაცობა, არის დადგომა ბუნდოვანების წინაშე და თქმა, მე არ ვიცი და ეს კარგია. მე არ ჭირდება ვიცოდე. მე შემიძლია ვიცხოვრო აქ, ახლა, ამ მომენტში, იმ ცოდნით, რომ არსებობს უზარმაზარი საიდუმლოება სიკვდილის მიღმა და მაინც მოვიყვანო მნიშვნელობა, სიყვარული, სილამაზე, კავშირი ამ სიცოცხლეში, რადგან ესენი არიან რეალურები, ახლა. მიუხედავად იმისა, რა მოდის შემდეგ. არა რომ ისინი გვაძლევენ პასუხს სიკვდილის შესახებ, არამედ რომ ისინი გვიჩვენებენ, რამდენად ღრმად, პროფანულად, გამოუცნობად საიდუმლოებელია რეალობა. რომ ნივთები, რომლებსაც ვფიქრობდით, რომ ვიცოდით, მატერია მხარია, დრო მოძრაობს წინ, ნაწილაკები არიან ერთ ადგილას ერთ დროს, ყველაფერი ეს არის ილუზიები, გამარტივებები, გზები, რომლებიც ჩვენს ტვინებს აქვს, რომ დააწესრიგონ რეალობა, რომელიც საბოლოოდ არის ბევრად უცნაურად. და თუ ჩვენ ცდარი ვიყავით იმაში, რასაც ვიცოდით,
ყველაზე მარტივი ფიზიკური რეალობის შესახებ, მაშინ შესაძლოა, მხოლოდ შესაძლოა, ჩვენ ასევე მცდარი ვართ იმაში, რასაც ვიცით სიკვდილის შესახებ. ან შესაძლოა არაფერი არის. მხოლოდ სიჩუმე, მხოლოდ წყდება, მხოლოდ დაბრუნება იმ უზარმაზარ კოსმიურ ძილში, რომელიც იყო ჩვენი დაბადებამდე. ჩვენ არ ვიცით. და ის, რაც ჩვენ გვაქვს, ეს ერთი ძვირფასი, გადამწყვეტი, დაუჯერებელი ფაქტი. არის ეს მომენტი, ახლა, აქ, სადაც თქვენ ხართ ცნობიერი, სადაც თქვენ კითხულობთ ამ სიტყვებს, სადაც თქვენ განიცდით ცოცხალობას. მიუხედავად იმისა, თუ რა შეიძლება ან არ შეიძლება მოხდეს, როდესაც ეს მომენტი გაივლის და მიდის შემდეგ მომენტზე და მომდევნოზე, სანამ ვერ ქნება მეტი მომენტი. ან სანამ იქნება უსასრულო მომენტები, ან სანამ რაღაც მოხდება, რისთვისაც ჩვენ კი არ გვაქვს კონცეფცია. მიუხედავად იმისა, თუ რომელი პასუხი არის სწორი, მიუხედავად იმისა, თუ ტეგმარკი სწორია, ან ლანცა, ან მატერიალისტები, ან ვინმე, ვინც ჯერ არ დაბადებულა და ვინც მოვა უფრო ბრწყინვალე, უფრო ღრმა თეორიით, ის არაფერს ცვლის თქვენს მომენტალურ გამოცდილებაში ახლა. თქვენ კვლავ ხართ აქ, თქვენ კვლავ კითხულობთ, თქვენი გული კვლავ ცემს, თქვენი ტვინი კვლავ ქმნის აზრებს. და ეს არარაობა, ეს არსებობა, ეს შეუძლებელი, აუხსნელი, მიუღწეველი ფაქტი რომ არის რაღაც იმისთვის რომ არის თქვენ, არის ერთადერთი საწყისი, ერთადერთი ნამდვილი საწყისი. მიუხედავად სამყაროს სიდიდისა, მიუხედავად დროის უსასრულობისა, მიუხედავად ყველა ფიზიკური კანონისა და კვანტური ველისა და კოსმიური საიდუმლოების, არსებობს ეს, არსებობს ახლა, არსებობს თქვენ. და ის საკმარისია. ან თუ ის არ არის საკმარისი, მაშინ არაფერი ოდესმე იქნება. და შესაძლოა პასუხი არის არა რაიმე თეორია, არა რაიმე რწმენა, არა რაიმე გარანტია, არამედ უბრალოდ თანხმობა. თანხმობა იმაზე, რომ მე ვარ დროებითი ნიმუში ბრწყინვალე, შემცირებადი მშვენიერ სამყაროში. რომ ყოველი მომენტი, რომელსაც მე ვირებ, არის საჩუქარი, არა იმიტომ, რომ ვინმე მაძლევს მას, არამედ იმიტომ, რომ ის არის. რომ სიყვარული, რომელსაც გზნობ, კავშირები, რომლებსაც ვქნი, სილამაზე, რომელსაც ვხედავ, ესენი არიან რეალურები, ძვირფასები, მნიშვნელოვანები, მიუხედავად იმისა, თუ რა მოდის შემდეგ. რადგან ისინი არიან არა მიმართულები მომავლისკენ, ისინი არიან აქ, ეხლა, ამ მომენტში. და ეს მომენტი, ეს ერთადერთი მომენტი, რომელიც ოდესმე რეალურად არსებობს, არის შეიძლება ყველაფერი, რაც ოდესმე იყო